მოგესალმებით, შენი პოდკასტი, მე-13 ეპიზოდი. დღეს ჩვენი სტუმარი არის მამუკა მანგოშვილი, ფსიქოენერგეტიკული ვარჯიშების მასწავლებელი, ოსტატი და ჩემთვის ძალიან საინტერესო ადამიანი, ბევრი რაღაცა ჩემ პრაქტიკაში, რაც დანერგილი მაქვს ყოველდღიურობაში, შეადგენს შენი შემოშავებული სისტემიდან, ესე ვთქვათ რა და მაგიდან გამომდინარე, ანუ ეს არ იქნება მხოლოდ რაღაც ისე რომ რაღაც თეორიული საუბარი, გარკვეული პრაქტიკული გამოცდილება, მეც მაქვს იმიდან გამომდინარე, შენ რაც მასწავლე და ჩემ დაკვირვებებსაც გაგიზიარებ და მადლობა აქ რო ხართ, დავიწყოთ საუბარი ისევ თავისუფალ რეჟიმში, როგორც აქამდე საუბრობდით ცოტა ხნის წინ. მოდი დავიწყოთ იმით, რომ აი ეს ფსიქოენერგეტიკული მოძრაობები, თუ ვარჯიშები, რას ნიშნავს ზოგადად რო ავხსნათ და მე უკვე მივყვეთ. ზოგადად, მე ალბათ თავიდანვე ვიტყვით საიდან როგორ მოხდი ამ სფეროში, მაგრამ ძირითადად დამაინტერესა იმან, რომ ეს ძველი ჩინელები, ეს რაღაც სამედიცინო კუთხეც რო ჩავრთოთ მაგასთან, ესე მიიჩნევდნენ, რომ მავნე ემოციები არის დაავადებების წარმომქმნელი, ფსიქიკასთან კავშირები სუსტდება ამის გამო, კიდევ ბევრი რაღაც უმოძრაობა, ეკოლოგია, აქეთ ყველა ერთად ახდენს ზეგავლენას და მე რომ ნახე როგორ მკურნალობდნენ ისინი ხალხს, ანუ ამ რაღაც კონკრეტული ადგილების გაცოცხლებით. ხო. აი ზონაზე. ან ორგანოზე. ანუ უფრო დაოსური მიმართულებით იყო ხო შენი ინტერესი? ესე რომ გავიგე, რომ ვნახე თავიდან, მე დიდი ხანია უკვე ამ თემებზე უკვე ვიყავი ჩართული, მაგრამ ესე დეტალურად ვერ ხვდებოდი როგორ შეიძლება ადამიანის განკურნება ყოველგვარი აი რაღაც ან წამლის, ან რაღაც ფსიქოლოგიის, ან რაღაცის გარეშე. და ისინი ესეთი ძალიან ცნობილი ვარიანტი იყო, რომ ერთმა ჩინელმა ექიმმა მიიწვია ქირურგები სხვადასხვა ქვეყნის, თქვათ გერმანელი, ამერიკელი, ევროპელი, რუსი და 1000 ვიღაც და ეუბნებათ, რომ აი აქ ამ ადამიანს აქვს სიმსივნე და თქვენ როგორ განკურნავთ. ხო. ხო და იქ ამერიკელმა თქვა მე აქ მოვაჯრი რაღაცას იქ ევროპელმა იმანი, მაგრამ ეს ეცინებოდა ამას, რომ მაგასო ჩვენო ძალიან მარტივად ვკურნავთო, აი იმ ადგილიდან ოდნავ დაშორებულ ადგილსო უწვავთო უბრალოდო, ან ჩხაპნით რაღაც კონკრეტული, ან შეიძლება იეროგლიფებსაც აკეთებდა და ბოლომდე არ თქვა იქ იმაში, მაგრამ ხო და ფსიქიკაო იძულებულია რომ გაგზავნოსო იქ იმპულსებიო იმის მოსაშუშებლათო და გზაში იმ ადგილსაც გაევლის რაც დაზიანებულია. სულ სხვა მიდგომი და როგორც კი ეგრევე მივხვდი მეთქი ამდენი წლები ამ ვარჯიშობა 1000 რაღაცას ვაკეთებდა ეს თავიდანვე წოდნოდა მეთქი და მე ნეიროიმპულსური პრაქტიკები ეს გაწელვები გავაკეთე იმ ტაიჩის ვარჯიშების ნაირია ესეც, ოღონდ სულ სხვა თემა არის. არ გჭირდება ამის ცოდნა ზედმეტად, მაინც და მაინც რაღაც იმაში დისციპლინაში შესვლა. უბრალოდ იმ ადგილების გაწევას აკეთებ 6 მიმართულებით, იმიტომ რომ ფსიქიკის ყველა რაკურსი არის აქედან ხოლმე დასამუშავებელი, რომ ის რის გამოც გაჩერდა იქ რაღაც სისხლისა და ენერგიის მიმოქცევა, რომ ფსიქიკის ყველა რაკურსმა ამოქმედა. ხო, მოდი აი ნეიროიმპულსურ მოძრაობებს კიდე დაუბრუნდეთ, კიდე გასაგები რო იყოს უცხო ხალხისთვის, რომელიც საერთოდ არ უნახავს ეს ყველაფერი, რას ვეძახით გაწელვებს და ასე შემდეგ, მაგრამ მოდი სულ თავიდან დავიწყოთ რა, რომ ანუ ეხა მიუხედავად იმისა, რომ საერთოდ არ გეტყობა ასაკი და ასე შემდეგ, გუშინ და გუშინ წინ არ დაგიწყია ეს თემა და ესეც რავი ერთ-ერთი მანიშნებელია რა ადამიანს რო არ ეტყობა ასაკი და რაღაცა ეს ხო რაღაც მოსწავლის სტატუსში უნდა გადახვიდე რომ რაღაცა კითხო რომ როგორ მოახერხა 50 წლიანი უწყვეტი სტაჟი მაქვს ვარჯიშების. ხო 50 წლიანი 75 წელს დავიწყებ ხო მithumetes ხო და ანუ ეგეც საოცარია ხოლმე ჩემთვის რომ ადამიანს ხედავენ რომ რაღაც საერთოდ ასაკთან საერთოდ არ შეესაბამება ისე გამოიყურება ისეთ ენერგიას და კითხვა არ უჩნდებათ რომ აი რანაირად მოახერხე რა ანუ ხო უნდა დაინტერესდე რა რაღაცა რომ აი იმან თუ გააკეთეს კი შენ შეგიძლია და ხო და ეს აი ხლა აი დიდი როგორც თქვია არ დაგიწყია გუშინ და გუშინ ეს ამ თემაში საქმიანობა და აი როგორ შეხვედი რა თავიდან რომ მივყვეთ ესე ვთქვა ეს საიდან დაინტერესდა ყველაფერს ჩინურ ვარიანტებთან მივიდოდი ჯერ ფეხბურთელი ვიყავი 75 წლიდან წეღარ რო თქვი ძალიან დიდი საფეხბურთო სკოლები გავიარე ასე ვთქვათ იქ პატარა ვერელში ვთამაშობდი მე იქ ახალგაზრდულ ნაკრებშიც მოვხვდი
და აი სადღაც 84-85-ისთვის უკვე სკოლის დამთავრების შემდეგ უკვე დასრულდა ჩვენი კარიერა, იმიტომ რომ აი იმ წლებში არ იყო ესეთი ფართო გასახანი არ ქონდათ ამ ნიჭიერ ფეხბურთელებს, რაღაც ტურნირზე ბომბარდირის პრიზიც ავიღე, რომ ჩამოვედი, უკვე გამოგვიცხადეს, რომ აღარო ეხლა თქვენით უნდა მოძებნოთო თქვენი გზაო და მაშინ მივხვდი, რომ მეთქი სულ მუდმივად ვიღაცაზე და რაღაც გუნდზე დამოკიდებულება ან წვრთნელებზე ან ვიღაცაზე უკვე რაღაც ინდივიდუალური ის ამბიცია მქონდა ისე და სას თავდამსხმელი ვიყავი და ეს ბომბარდირი ხო იცის უცდილობს თვითონ მოუზებნოს რაღაც ხო და მე მოგვაწყოს დაგვეხმარა ეს ყველაფერი ინსტიტუტში მოწყობაში ინსტიტუტშიც რო ჩავაბარე იქ 2 წლის მერე წაგვიყვანეს ჯარში და ჯარშიც ეს თემა იქ მაგრად გამომადგა იმიტომ რომ იქ მე სერჟანტი გავხდი და იქაც სპორტულ გამაჯანსაღებელ კომპლექსებს იმ საბჭოთა კავშირში რაც იყო ძალიან კარგად ვიცნობდი რა იქ რამ 16 სავარჯიშო იყო შეერთებული და რამდენიმე ესეთი გიმნასტიკური კომპლექსი იყო რომლებიც კარგად ავითვისე იქაც ესე ვასწავლიდი ხალხს 40 გრადუს კლიმაში უტარებდი მთელ პოლკს ამ იმებს და მე იქიდან რომ ჩამოვედი უკვე ეს არსად აღარ იკარგება ხო ერთხელ თუ ამ ეს დაიწყე რაღაც სპორტული თუ რაღაც ესეთ მიღწევებზე მე ინდივიდუალურად ესე მოვიფიქრე რომ 90-იანები იწყებოდა უკვე და მეთქი მოდი მძლეოსნობაში ძალიან სწრაფი სირბილი ქონდა და ეხლაც მაქვს ისტრაფი და მეთქი რეკორდების დამყარებას დავიწყებ ესე მოვემზადებ კარგად ფიზიკურად, ენერგეტიკულად, ფსიქოლოგიურად გამართულად რომ ეს რეკორდები კარგად დავამყარო და მე ზემოვერაზე ვცხოვრობ და ფუნიკულიორზე იმის მერე ეს 35 წელზე მეტია იქ დავდივარ ესე იქ ვატრენინგებდი ამ ყველაფერს და დავიწყე იოგაც ჩავრიე უკვე ამ საქმეში 99 წლიდან იქ რაღაც წიგნებიც მხვდებოდა და თავიდან იოგა ხო? იოგა 99 წელს დავიწყე იოგა მადლობა იმ ალექსი იაკობიშვილი ერთად მე როგორც მახსოვს და 1-3 წელი იმის წიგნით ვიხემძღვანელე ჩემით ნუ თავდაყირა სუნთქვები 1000 ყველანაირ ვარიანტში კი მომეწონა მაგრამ ის შედეგი ვერ მომცა მე რაც მინდოდა ანუ ხო გძნობ შე რა გინდა ადამიანს ხო და ამ დროს უკვე წამოვიდა ეს პოპულარული გახდა საბჭოთა კავშირის დაშლის მერე უკვე ციგუნის წიგნები წამოვიდა თარგმნიდან მოსკოვიდან პეტერბურგიდან მაგაცები მიგზავნიდნენ ხოლმე იქიდან წიგნებს და თანდათან ცოტა ესეთ რაღაცაშიც რო გავერკვიე უკვე გამოჩნდა იური ყეინაშვილი უკვე გადაცვლილი ძალიან მაგარი კაცი იყო ძალიან ოსტატი ხო და მასთან დავიწყე ეს ვარჯიშები და სადღაც 1 თვის მერე უკვე აი ამ ტაიჩის მოძრაობებმა ისეთ იმაში ჩამაგდო რომ აი სკამზეც ვეღარ ვждებოდი რაღაც მაბზრიალებდა სულ და მე დამეწყეს ასტრალური გასვლები ცნობიერი სიზმრები ეს ყველაფერი ან მომავალში შესვლა აი პირდაპირ ერთ-ერთზე რაღაცები ანუ ეგ აღმოჩნდა რომ შენია რა ეს ჩემია და აი მაგის მერე უკვე გამოჩნდა კიდევაც ეს მანტაკჩია სოფლიოში ცნობილი სპეციალისტია დაოსური პრაქტიკების მასტერი კი არა გრანდ მასტერი ქვია და აი 92-13-14 წლებში უკვე აქედან უკვეთავდი მაგის სემინარები, ჩანაწერები იყო ხოლმე ვიდეოს კასეტები და იმას მუდმივად ვღებულობდი, იქიდან გამოწერილი მქონდა წიგნები. თბილისშიც ძალიან პოპულარული გახდა 90-იანების ბოლოს და ვინც იმას გაყვა, იქიდან ამოვარჩიე ჩემთვის მისაღები ვარიანტები, ეს ვთქვათ ეს სამედიცინო კუთხე, აი ძვლების კარგად მომზადება, ორგანიზმის რაღაც სექსუალური ენერგიის მართვა ეკჩინელებს ძალიან დიდი ტრადიციები აქვს მაგ მხრივ 5000 წლოვანი და იმ მეთოდებს ვამუშავებდი ჩემთვის, ხო? ჩემზე და ეხლა ისე გამოვიდა რომ ბოლოს იქ ეთყობა იმდენი დავამუშავე რომ ას ენერგიით ხალხის თუნდაც აი მაგ თემაზე რეპროდუქციული სისტემის ენერგიის მოგვარება ძალიან კარგად გამოვიდა უკვე იქიდან 20-30 წლის მერე გაიხსნა ეს ხალხის მომართვიანობის მერე ეს თემა. აი ესეთი რაღაცები დამუშავდა და სულ პირველად ანუ 98 წლიდან უკვე ჩემი საავტორო ასე ვთქვათ სავარჯიშოები შევქმენი დაყრდნობილი დაოსური დაოსური ალქიმია მომეხმარა ძალიან 5 ელემენტის შერწყმის შედეგად ისეთი ენერგიის ისეთი სუბსტანციის გამომუშავება რომელიც მე მედიცინაში ვთქვათ პოლიტიკაში იმაში ფერწერა ხელოვნება მუსიკა ყველაფერში მოყვება უკვე ეს ენერგია ხო და პირველად ჩემთავზე ჩავატარე ექსპერიმენტი ანუ ძვლებისა და ძვლის სახსრების გაჯანსაღების მხრივ 2 სანტიმეტრი ნახევარის სიმაღლეში გავიზარდე 32 თუ 33 წლის ასაკში. იმდენად კარგად იმუშავა ეს 2 თვეში სპეციალური პროგრამა შევადგინე და მივხვდი რომ ეს დაოსური ალქიმია მუშაობს ამ
და ენერგეტიკული მარგალიტების შექმნა ძალიან სერიოზული თემა იყო და მოკლედ იქიდან მივყევი ძალიან ბევრი რაღაცა გავიაზრე და თან მე მქონდა ყოველთვის ჩემი ინდივიდუალური ის მიმართულება ჩემთვის ყოველთვის არ მინდა არც როდის ძალიან ზედმეტად დაშტამპვა რაღაცისთვის ჩარჩოებში იური ყეინაშვილის გვეუბნებოდა იქ მე მანტაკჩიასთანაც ბევრგან შემხვდა რომ ისაო ყველაზე კარგ მასწავლებლად ის ითვლებაო ვინც კალიასავით დახტუნავსო და ერთი და იგივე კითხვებზე სხვადასხვანაირ პასუხებს აძლევსო რათა ის მოსწავლეებიო არ ჩასვას რაღაც კონცეფციაში რომელიმე რელიგიური ან რაღაც ფილოსოფიური კონცეფცია და ესენი მომეწონა და ესე თანდათან ავაწყე. ხო და იცი აი ხა ციგუნის თვითონ ტაიჩი ციგუნით დაინტერესებული ადამიანები არიან რა. მაგრამ თითქოს ჩემი დაკვირვებით არ კიდებენ ხელს იმ ნაწილს რაც შენ გაქვს რა აი თუნდაც მენტექჩიამ რა ცოდნაც გამოიტანა ჩინეთიდან უფრო რომელიც ეხება ამ ვიზუალიზაციებს რაღაც წარმოდგენებს ამ თუნდაც ნეიროიმპულსური მოძრაობები რაც არის რა რომ მოკლედ ანუ ორგანოებით ხელებით ესე გამოგაკ წინ ვისაც თუ არ დაშეულია რომ ნახოს YouTube-ზეც გაქვს თუ არ ვწები ესენი შენ channel-ზე ხო რომ გამოგაქს თან ამას ხო წარმოიდგენ რომ ამას აკეთებ რა და აი უფრო ეს წარმოდგენ ესეთი ვიზუალიზაციური სავარჯიშოები და ეს ენერგეტიკული სავარჯიშო უფრო მენტექჩიამ გამოიტანა ხო რაღაც და ჩვენ მულტფილმები დავარქვით თავის პროცესზე მულტფილმებით იყო მაგრამ იმდენად კარგად იმუშავა რომ მივყევით და აიც რა მაინტერესებს რომ ჯერ ზოგადადაც რო აიღო, აი ხა იოგა კიდევ უფრო გასაგებია რა, კონკრეტულ ფიზიკურ ვარჯიშს აკეთებ და რაღაცა ფიზიკური შედეგი აქვს. აქ ეხა ციგუნი უფრო ნატიფდება, რაღაცა ნატიფ მოძრაობას აკეთებ და ესეთი ენერგეტიკული შედეგი აქვს რა და ეგ კიდევ უფრო სხვაგანაა რა, რომ წარმოიდგენ ეხა ამ გამოწვევას აკეთებ, ერთი სახით შევა ვიღაცას გაეცინოს რა. მაგრამ ანუ ეხა რა მეც და შენ კიდე რამხელა ისა გაქვს, რომ ამხელა შედეგები აქვს და აი შეგიძლია მითხრა რომ აი როგორ მუშაობს ეს შე როგორ ახსნიდი აი როგორ მუშაობს დაახლოებით წარმოდგენა მაქვს მაგრამ შენგან მაინტერესებს ნუ იქ ბევრი რაღაცა შეგვიძლია ვთქვათ არის ადამიანები რომლებთანაც ერთი კუთხით მუშაობს რომლებთ არის ხალხი რომელთანაც მეორე კუთხით მაგრამ საქმე რაშია ხა აქ ძირითადად არის უკვე ფსიქიკის რაღაცა ჩართული ელემენტები და ინერცია ენერგეტიკული ინერცია რაღაცას აი თუ ხო გინახია რომ ვთქვათ რაზეც ჩაიფიქრებ და ბურთი რო ტრიალებს მარჯვნივ დაატრიალებ მარჯვნივ ტრიალებს მარცხნივ დაატრიალებ მარცხნივ ტრიალებს ხო ეს კონკრეტული ენერგია ეს ამის მოგროვების შემდეგ თან ტრენინგდება იმ კონკრეტულ მიზანზე იმის რეალიზებაზე ხო და ამას რო აკეთებ ეს აი ამ თემას ხო წინასწარ იქ უკვე დევს ეს ინერცია და წლების განმავლობაში გრძელდება აი უბრალოდ რო გითხრა ანუ განზრახვას გულის ხო? განზრახვა წინ აი თუ არ გინდა, თუ არ იცი რისთვის აკეთებ ამას, ხო ეს ენერგია იბძრიალებს, ნუ რაღაცას, რა თქმა უნდა, შექმნის რაღაცას რაღაც თემაში გამოყვება ეს, მაგრამ ბევრი ხალხი, ბევრი მინახია, რომ აი 20-30 წელი რაღაცას ვარჯიშობს, მაგრამ აი ესეთ თემასთან არ მივიდა. ხო და ეგ მე უფრო ვფიქრობ ჩემი თქვა წინა გამოცდილებების თემა არის ეგ რა თქმა უნდა კარმული რუკა პირდაპირ ანუ ამის გარდა სხვა რამეს ხელს ვერ მოვკიდებდი ისეთი რუკა ფაქტიურად სადაც წავსულ ვარ სხვაგან ეგრევე გაბრუნებენ აქ შენი მსახურების არეალი ესაა აი ეს კონკრეტული გზა იყო და ამ გზიდან მე არ გადამიხვევია არც როდის იმიტომ წეგანაც იმიტომ აღნიშნე რომ ეს 50 წელი ამ თემაში რო ვარ ხო შეიძლებოდა იქ 90-იანები გამოვიარე 1000-ნაირი მიმართულება იყო აი არც მსვლი აზრად რომ გადასულიყავი ხო? თუ იყო შემოთავაზებები ყველანაირი, მაგრამ ხო და ეს მე ესე ვფიქრობ ერთობლივად მოხდა ეს რომ წინასწარ დატრენინგებული, წინასწარ მოცემული ინფორმაცია იყო ეს ყველაფერი გავაგრძელე და ყოველდღიურად ხედავ რომ თქვა რაღაც თემაზე რომ მუშაობ ამ თემის დიაპაზონში ახალ-ახალი ინფორმაციები მოდის, აი ის როგორ მოვაგვაროთ, ეს როგორ მოვაგვაროთ, ეს ამას რა სჭირდება, როგორ სჭირდება, უკვე იქიდან თავისით მოდის და შესაბამისად აი ესეთი მისტიკაა, თან რეალურად ვარ ჩართული ამ თემაში და ეს რეალური ჩართულობა კიდე მაგრდება იმ ეხმარება ზემოდან სინთეზში კიდე სხვა რაღაცას, რაც ალბათ ჩემი პირადი რუკიდან და ამ და შენი წარსულიდან და წინა გამოცდილებები. აი იგივე, აი წეგან კაი ახლა ეგ წარსული რო ახსენე. არის თემა რომ აი მე ახლა ადამიანისთვის ეხლა ხო ხელებით ვკურნალობ ძალიან ბევრს და ის ფოტოთერაპიაც რო ახსენე წეგან
ეს ხელებით ხდება მკურნალობა და აი საბრძოლო კუთხით ხო არც როდის არ დამჭირვებია არავისთვის აი ან დაარტყმა შემორტყმა თვითონ სრულდება ხოლმე თვითონ ხდება ისე რომ ის ადამიანები თვითონ მერიდებიან ან რაღაც კარგი განწყობა ყალიბდება ხო და აი მაგას ვიძახი მე რომ ეს ძალიან საბრძოლოზე წავსულიყავი მიუხედავად იმისა რომ ჯარში სნაიპერი ვიყავი და ანუ სპეაში ვაჭენდი მასე რომ წავსულიყავი ესე თამამად ხელებით მკურნალობას ვერ დავიწყებდი მაინც რაღაც ფსიქოლოგიურად კოდი გექნებოდა იქ საბრძოლო ხო და რამ ხელა ყველაფერს რომ ნიშნულობა აქ და აი ეგეც დამეხმარა და თან პლუს კიდე ჩემი ეს თქვა ეს თუ არ ვიცი მსმენელი როგორ არის და ვერძი მე-12 სახლი ვარ ხო ანუ პირადად მე თუ არ გავყვალე და მე თუ არ გავიარე ის რაღაც ის მისტიური გზა ხო იქ კმაყოფილებას არ მანიჭებს რომ ვიღაცა მასწავლის გინდა თუ არა ესე გააკეთე და ეს ამას იზავს ვცდილობ ხოლმე რომ ჩემი რაღაცაც შევმატო შემოქმედებითო მაგრამ თან ცოტა მზადუდა იყო იმისთვისაც რომ შეიძლება ცოტა დაუფასებელი სინიც იყოს მაინც მე-12 სახლი მალავს შედეგებს ხო იცი არაჩენს მზის შუგზე ყველაზე დაფარული სახლია და ხო ეგეც ბერჯე ხო შემთხვევით ადრე ვიტყვია ხო რომ აი რაღაც კაი ესენი და გარეთ არსად არ ჩანვარ თითქოს ხო ეს არის ხო ან ხო შეიძლება თვალი დახუჭო ნუ მაგრამ ვინც საჭიროა მაინც ეგმინდობით რო აკეთებ და უბრალოდ სახურებისთვის გამორიცხულია რომ თავის შედეგი არ კონდეს და ხო აი შემდეგ რო დაიწყე უკვე აი ეს ტრეინინგები და რაღაცეები ხო აი რამდენი წელი დაგჭირდა შენ რომ აი რაღაცა მოსტატობამდე მისულიყავი ან უკვე ესე რომ ხალხისთვის გესწავლებინა ბატონო ნუ სადღაც 2000 წლიდან უკვე დავიწყე ინტენსიურად თებში სიარული იქ ერთი 500-მდე ხე ვახარეთ ხეხილის ანუ ეგეც იმ ნამიოკით ასე ვთქვა ეგეც რაღაცას უკავშირდება ის ნაყოფიერი ხეხილის ვთქვათ ხარება იმათი მოვლა ხო ეს იური ყეინაშვილი გვასწავლიდა ხოლმე ჩვენი ეს გუთნით დედა რომ მღეროდა ეს ქართული ხალხური სიმღერები ახსოვს ის მიწას რო ხნავ თესავ იქ თავის ის ამოდის ჭირნახული რაც არის იმას თავისი სიმღერები საგალობლები ხო არის ამაზე ყველაფერი და ესე იგი ისეთი იმით უნდა მოერწყო რა მოარგო რომ შენგან გამოსული ენერგია და შენი მოქმედებები იყოს ნაყოფიერი მე ამაში მიწაც ხელს გიწყობს დედამიწა ენერგიას გაძლევს და ზეცაც იქიდან და თვითონ ის მცენარეებიც და სუ სხვანაირი აღწერა რა დაოსური სამყაროს სხვანაირი აღწერა არის რა ყველა იმას მნიშვნელობა აქვს თუნდაც ხო როგორ აკეთებ ხე შეიძლება რაღაცა ვიღაცამ დაარგოს რაღაცა და უბრალოდ ჩააგდოს თესლი და არც იმას ქნას მაგრამ დაოსურ კონცეფციაში იქ თესლს რო აგდებ რაღაც ნაყოფიერების სიმბოლოსთანაა ხო დაკავშირებული იმ ნაყოფიერების სიმბოლოსთან შენ განზრახვას რო ჩადებ იქიდან კიდე რაღაცა ამოდის ალბათ მე ეგრე ვხედავ ხო დაახლოებით ესეა ეგ ყველა ადამიანს კიდე თავისი მეც ამ ხალხს ვისაც ვატრენინგებ ახლა ყველა ხო მაინც და მაინც რაღაც პრობლემისთვის არ მოდის ხო მოდიან რომ ეს რაღაც კარგად იგრძნონ თავი ეს relax meditation და რაღაც და ყოველთვის მაგას ვეუბნები ყველას რომ ყოველგვარი დაძალების გარეშე შენი საუკეთესო ვერსია უნდა შექმნა და მაინც მე ნუ მიყურებ მე რას როგორ ვაკეთებ ხო ეს შენს თემას მოარგე როგორმე როგორღაც რომ შენი შეარსებული ისენი გაიფურჩქნოს ის გამოთქვა რო არის ძველი ჩინური რომ ყვავილებს არ აწუხებთ იმაზე ფიქრი თუ როგორ უნდა გაიფურჩქნონ ისინი სინათლისკენ მიემართებიან და გზადაგზა თავისით იხსნება ანუ რაც შენში მარცვალია ის სამყაროში აი სწორი სულით ის თავისით იხსნება და სამყარო თვითონ განიშნებს მე როდის როგორ უნდა იყოს ხო ერთი კიდე დამახასიათებელი რაც აქ დაოსურ ტრადიციაში რაც მომწონს რა იმიტომ რომ მე ცოტა სხვანაირი გზაც მაქვს გავლილი გზაც მაქვს გავლილი როცა ძალიან უგრძალავ შენ თავს რაღაცეებს რა აი ასკეზა და ასე შემდეგ რა მოკლება რაღაცეების და ის და ტრეინინგიც ეგეთი რომ აი რაღაცა ყველაფერი თუ არ შეზღუდე არაფერი არ გამოვა რა მაგრამ მანუ და იქ ჩემიც არის რა გარკვეულწილად ეს მომწონს კიდევაც და ეგეთი მე რაც უფრო დრო გავიდა რაღაც დავიჭირე თვითონ ამით იმის რომ რაღაცას რომ მოიკლებ რაღაცა გეძლევა მაგრამ დაოსებს კიდე რაღაცა სხვანაირი მიდგომაც გაქვთ რა რომელიც ანუ არ გამორიცხავს ამ რაღაცა სამყაროს რაღაცების მოკლებას იმიტომ რომ შენ ცხოვრებასაც რო უყურებ თუნდაც Facebook-ზე და რა მithქვია პირადადაც რა ანუ სვავ კიდევაც დროს ატარებ და ამას არც მალავ ეგ ძალიან მომწონს შენში და ზოგადად რომ აი საწევის გარეშე აი სიგარეტა ხო მესმის ხო ნუ ანუ აი ეს რო არ ის რაც ხარ რეალურად იმას რო არ მალავ რა და რო არ იმაშვები რო არ თამაშობ ხო ხა ამ ხალხს მოეწონო რომ გურუ ესეთი უნდა იყოს და გურუ ესეთ აი ეს აუთენტურობა ძალიან მომხიბვლელია და ანუ
ეგ როგორ ხდება? შეგიძლია თქვი, იმიტომ ყველა არის მიმართული იქ და რაღაცა უნდა მოვიკლო, რაღაცა ის და აქ შენ ეგეც არის ზოგადად ესეთი თემები, რა თქმა უნდა, არსებობს, მაგრამ აი პირველად ამ ესეთ ვარიანტს მე შევხვდი, აი იური ყეინაშვილმა კარგად გითხრა თავის დროზე, რომ მე რომ მანდ მოვხვდი მაგ თემაში, მეგონა რომ არც უნდა ჭაფო არ დალიო რაღაც, ხო იცი, აი ჩემებურად არ მაშინ მასწავლებელი რო არ აკავს, შენებურად იწყებ ან დიეტებს იცავით, თუ იქ რაღაც შიმშილობები, ეს წვენები, ამ ხილის და ბოსტნეულის წვენები რაღაც და ძალიან გავხდი იმ პერიოდში, ახლა წარმოიდგინე სულ მთელი ცხოვრება, სადაც მოვდივარ, სულ მოკეიფე ხალხი ყავს ირგვლივ, ამ ჩემი სპორტის მიუხედავად და ამ ყველაფრის მიუხედავად, ყველგან ეს ვენახით მქონდა ამ კახეთში ყველგან და რაღაც თითქოს ამოვარდნილი გავხდი და რაღაც ჩემ ფსიქიკა ამ დროს რაღაცნაირად იბლოკება, ისტრესება. იურასთან რომ მოხვდი ყეინაშვილთან, იმან გითხრა, მაინც ახლა ქართველი როგორია, ხო იცი, ახლა ქართველს შეიძლება არ დაუჯერო, მაგრამ ის რო გეუბნება, რომ ჩემი ლაოსელი მასწავლებელიო, იქ მაგას ბულაპი ერქვა თუ არ ვწდები, რაღაც კარატეს მასწავლებელი იყო ძალიან მაგარი 70-იან წლებში ჩვენ ქართულ ინსტიტუტში სწავლობდა და იმან პირველი ჯგუფები იმას ყავდა როგორც მახსოვს. შეიძლება ვწდები, მაგრამ იმას ყავდა და იმან გითხრაო, რომ წინაფართა ტრადიცია რაც იყო, საკვების მხრივ იმას გაყევითო, ეხლა ნამეტანი ნუ აღმოსავლეთდებითო. და ეგ რომ მითხრა, იური საინტერესო. მეთქი ამოვისუნთქე და მეთქი ეს წოდნოდა მეთქი რა თავს ვიგიჟებდი, ვარჯიშები, ყოველი მილიმეტრი გაზომილი მქონდა იმ ტრასაზე, სამ სირბილში, რასაც ვემზადებოდი საკვებშიც და მე ერთიანად ეს ამოვიდა რა ჩემიდან და მივხვდი რომ ადამიანს პირადად და დაოსურიც ეგ ბევრჯერ იმ მანტაქჩიასაც ბევრი აქვს ესეთი ნათქვამი დღემდე ატარებს 80-ს გადასცდა უკვე ეგ კაცი და დღემდე ატარებს ესეთ ტრენინგებს რომ იძახის რომ ეს დაოსურ მონასტრებში ადრეცო დიდად ანუ რაღაც საწყის ეტაპზე მაინც არ ზღუდავდნენ ესეთი რაღაცეებით რა ამიტომ ადამიანმა თავისი ის უნდა შეივსოს რაღაც თავისებური ფსიქოემოციური მარაგი ალბათ რა რომ რაღაცა რო გაკლია ის რაღაცას კეტავს და აი მაღაზია აი ის მკურნალო ერთი წუთი იმასაც ვიტყვი რომ აი ის მკურნალობის ვერსიებიც საიდან გავააქტიურე უფრო კარგად რომ როდესაც ადამიანს რაღაცა შეზღუდვა აქვს ის რომელიღაც ორგანოზე არის აი მაგათაც სექსუალური ზონა აი შეზღუდვა რო აქვს უკვე ეს ფსიქიკის მთლიანობას კეტავს სათავეებამდე აღარ ადის ის ამ ადამიანის არც განვითარება არც აი რაღაც თემაში ექმნება პრობლემები იმიტომ რომ ენერგეტიკულად ის ადგილი ახშობს ამ რაღაც გზას ხო და ეს შეგიძლია რა თქმა უნდა ყველანაირად დაიცვა ისე რომ არ ზედმეტად არ დაკეტო ეს თემა და არ უნდა გქონდეს ესე ფსიქიკაში ჩადებული რომ ეს არ შეიძლება ის არ შეიძლება რომ იმან ერთიანი შენი გზა არ გააფუჭოს ან არ შეანელოს თორე ხე გაფუჭება ცუდი ხო აი ეს ესეთი კუთხე უნდა გამოიყენოს არა გაფუჭებულიც მინახავს ბევრი ეგრეთი შეზღუდებისგან დღემდე რომ ფსიქიკა ვერ აღუდგენიათ ამ ძალიან ზედმეტი მოჭერისგან ესე ვთქვათ რა ენერგეტიკული იმების და თან ეხა შე რო თქვი რომ ჯერო რაღაც თავიდანო არ უგრძალავდნენო ეხა მე რასაც დავაკვირდი ანუ ამ ეს ვარჯიშები ხო რაღაც დაკმაყოფილებას გაძლევს რა ნეტარების შეგრძნებებს კარგად ყოფნას ჩამთო ანუ ეს რო გამოცდილი გაქვს მე ადვილია რაღაცაზე თქვა უარის თქვა ან თქვა ისა მაგრამ ეს რო გამოცდილი არა გაქვს და ეგრევე რო უარს იძახი ან ძალიან დიდი სტრესია რა რაღაცეებზე რა და მაგ სტრესსაც რა ხდება აი თქვა ფსიქიკა მიიღო რაღაცის გამო სტრესი აი ესეთი ან აკრძალვისგან ან რაღაცისგან იქ იმ ორგანოებთან ახლოს რაღაც კუნთები და მყესები ისენი იძაბება და ისტრესება ასე ვთქვათ ზონები მე ამას გინდა მასაჟი ჩაუტარო ფიზიკურად ხო იმას ენერგეტიკული ინერცია აქვს თავისი წინაწლების ის მოყვება და წინ უსწრებს მე მომავალში ერთდროულად ჩვენ აწმყოშიც ვართ მომავალშიც წარსულშიც და ის ძველი ჩარჩენილი ეს სტრესები და ეს ზაჟიმები რასაც მოჭერილი რო რჩება ის რაღაცა ის მომავალშიც იმ ტალღებს ავრცელებს ხო და ამას სჭირდება ენერგეტიკულადაც აწყობა ყველანაირად ის საავტორო კურსები მაგაზე მაქვს მორგებული რომ ორგანოებს თავისი დანიშნულება აქვს თავისი გავრცელება აქვს კოსმოსში აი ადამიანი როდესაც დედის მუცელში სანამ ვიყავით ხო იქ ეს ორგანოები თავისუფლად კონტაქტირებენ კოსმოსთან იმ ტალღებზე არიან თავიანთი სტიქიების მიხედვით და სანამ ტვინი ფუნქციონირებას და ჩამოყალიბებას დაიწყებს 3 თვის მერე ხდება ძირითადად ხო იქამდე ისინი რელაქსში არიან კარგად შედარებით და ტვინი მერე უკვე ყველაფრის ის ხდება რა ბატონ პატრონი და ამათ აღარ აცდის რომ თავთავიანთი საქმე გააკეთონ არა და როდესაც ეს ორგანოები კოსმოსთანაც მომავალთანაც წარსულთანაც ჰარმონიულად არიან შეერთებული და
ჰარმონიულად ვითარდებიან. ესენი თვითონ აძლევენ ადამიანს იმ წინსვლასაც, წარმატებას, ბედნიერებას ყველანაირად. ან საკუთარი ზონები რო გახსნილიოთ, ხო, ორგანოებს, ხა თუნდაც ასტროლოგიიდან რო ავიღოთ, ხა დასავლური ასტროლოგიითაც, ხო, ანუ აი ღვიძლი იუპიტერს უკავშირდება ამზე, გულს უკავშირდება და ასე შემდეგ, ანუ ორგანოები და პლანეტები გადაჯაჭვულია ერთმანეთთან და ძალიან ლოგიკური არის რა, რომ ეხა იმ ორგანოს თუ დაამუშავებ, იმ პლანეტარული ზეგავლენის ხაზი შენში გაიხსნება. ეხა ეს კი სხვა სამყაროს სხვა აღწერა არის, რა თქმა უნდა, ჯადოსნური აღწერა არის და ამ აღწერაში ადამიანი უნდა გადმოვიდეს რა, იმიტომ რომ ესე გაქოვებული სოფლახქმიდან ვერ საერთოდ ციგიჟია, ეგრე ასტროლოგიო ციგიჟია და ყველაფერი, მაგრამ როგორც კი ეს სხვა აღწერა შემოდის, უკვე ამ ეზოთერულ იმაში გასაგებია. აი ზუსტად ეგ არის ხოლმე კიდე აი თქვა ამ სეანსებზე ამ საერთო შეხვედრებზე რომ ადამიანი დაესწრება ამას ხსნით ამ პლანეტარულ ორბიტებს ვამუშავებდა იმ პლანეტის ენერგიას მაგალითად იუპიტერს ღვიძლიდან წინ გაასხივებ ასე ვთქვათ გავუშვებ ამ ადამიანს ან სამსახურში ან რაღაცაში იმდენი საოცრებები ხდება ხოლმე მაგალითად აი საერთო შეკრებებზე ხალხი მაგისტრის მოდის ხოლმე ძალიან ბევრი რომ გაიგონ რომ წინა კვირაში ვის ანუ კიდე რა მოხდაო რა სასწაული მოხდაო რომ ვერაფრით ვერ აკავშირებს ზოგი რომ აი მაგალითად პანკრეასის ზონა ეს მიწისტიქია პანკრეასი კუჭი და ელენთა ეს სტაბილურობაზე ფინანსურ კეთილდღეობაზე არის ხო ამისი წინიდან ენერგიას რო გაასხივებ როგორ ხდება რომ აი კრედიტებს უფრო ადვილად ფარავს ადამიანი ან რაღაც ესეთი თემები როგორ ულაგდება ან სახლი ჰქონდა გასაყიდი მაგალითად და არ იყიდებოდა და ყოველგვარი რაღაც იმ სისტემური განლაგების ან ფსიქოლოგიური დამუშავების გარეშე შენ ამ ორგანოს წინ რო ენერგეტიკულად უშვებ ეს დებს ზუსტად იმ შედეგს რაც ჭირდება და რაზეც არის ეს ორგანო პასუხისმგებელი ასე აი მან რამდენიმე ისაა ჯერ ზოგადად ანუ აი ძალიან ცეთია რა სამერძაოია ეხლა რომ მოდიხარ შენთან და იქ რაღაცა პლანეტებს რო აკავშირებ ორგანოებს და რაღაც ხოხტები უცნაურ ძალიან უცნაურია რა თავიდან ეხლა ცოტა წარმოდგენა თუ არა გაქვს რაღაცაზე ხო შეიძლება ძალიან ისეთი სამეშლება მაგრამ ხო მე ნუ ეხლა რო აკეთებ ამას რო კიდე შედეგები აქვს ეგ მაგაზე უცნაურია კიდე და რო ესე მუშაობს რა და მაგრამ იცი რა მაინტერესებს რომ აი თქვათ ეს ახლა ეს დაუსული ტექნიკები რა. აი მაგალითად რო ავიღოთ, სადაც ღმერთის რწმენაა და ასე შემდეგ. რა არის ეგეთი დამოკიდებულება, ღმერთმა რაღაცა მოგმადლა რა. შენ ლოცულობ რაღაცა ღმერთმა მოგმადლა. როცა ესეთი კულტურული ტრადიციიდან მოდის, რომ სადაც უფრო ეს ღმერთი და ის ნაკლებადაა, უფრო ენერგიები და რაღაცეები. ეს რაღაცეები ცოტა მომხმარებლური ხო არ გახდება, რომ შენ არ იცვლები, რაღაცნაირად არ გინდა რომ შეიცვალო. აქ ისეა, რომ სადაც რწმენაა, რომ შენ კარგი ადამიანი უნდა იყო და რა კარგი ადამიანი მიიღებს რაღაცას და აქ როცა ესეთი უფრო ტექნიკური მიდგომა ცოტა მომხმარებლური მაშინ ხო არ გადადის შენ რას ფიქრობ? ეგეც ისეთი თემა რომ რაღაც სისტემაში ბნელი რომ ნათელით იცვლება ხო ეს უკვე ავტომატურად გაკავშირებს იმ სივრცეებთან საიდანაც ეს არის განათებული ასე ვთქვა და ძალიან ძნელი წარმოსადგენია რომ ეს ადამიანი ამ თემას ესე მიუდგეს რა იმიტომ რომ თავისი ინერცია აქვს როგორც ვთქვი ეს ყველაფერი არის ისეთნაირად მოწყობილი რომ წინ ავრცელებს ამ ტალღებს დადებით და ამ ადამიანის საუკეთესო ვერსიების ჩამოყალიბებას იწყებს და ეხლა როგორ წარმოგიდგენია რომ თქვა ეხლა მე ცუდი ვერსია როგორ უნდა გამოვზარდო ჩემში როდესაც კოსმიური სწორი კოსმიური ნაკადებით ვიკვებები ხო ანუ შენ რო სწორი ტრეინინგით ასწავლი არხების გაწმენდას ანუ უკვე ჭურჭელი რო სუფთავდება უკვე სწორი სისხმევა ხო აი მაგ იდეოლოგიაში ცოტა ეს დაოსური თემები ცოტა ესეთი არის რა თქმა უნდა ეს დაკრავს რომ აი გარედან ესეთ ჩვენი ტრადიციებიდან რომ მოვდივარ თითქოს რაღაცა შეიძლება არაბუნებრივია და ეს კითხვები ისმოდა ხოლმე ადრეც ხშირად და ეხლაც არის რომ თქვა ერთი 100 ადამიანიდან ერთი 5 მაინც მეკითხება ესეთ რაღაცასაც მაგრამ ნუ რა მე თვითონ ჩვეულებრივად ეგ წეგან გამოვრჩა კიდევაც რომ მე თქვა რომ ამ მისტიკაში საერთოდ თავიდან რომ შემოვედი ამ თემებში ხო აი ეს ფეხბურთის დროს მაგარი ტურნირები რო ტარდებოდა ხოლმე და ძალიან კარგად რომ მინდოდა გამოვსულიყავი ჯერ 80-იანი წლების დასაწყისში წარმოგიდგენე ჯერ კიდე ჩვეულებრივად ეკლესიაში დავდიოდი იმ წლებში ხა წარმოგიდგენია პარაკლისებს მიხდიდა ხოლმე იქ მოძღვარი ყავდა და იმის მერე უფრო მაგარ გოლებს ვიტანდი და რაღაც ანუ მე ესეთი თემით გამოვიკვებე თავიდანვე ფსიქოლოგიურად რომ
ის ზემოდან ის ყველაფერი ის ჩვენთვის არის. თავარია შენ კარი გაუღო იმას და. ხო, და ეგრეც არის რა, ანუ ენერგეტიკულად რო იწმინდებით ცხოვრებაში ხო ჩნდება ის შედეგები ცხოვრებაში ხო უნდა გამოჩნდეს. ხა თუ არ ჩნდება ის და კიდე იმას დავამატებ, აი ხა კაი რაღაც გამახსენდა, ეს არ ქონდა გახსენებული კარგახანი. ეს ასტრალური გასვლები და ცნობიერი გასიზმი მაგასაც შევეხოთ კი. დამეწყო იმ სადღაც 90-იან წლებში და ესე იგი, ანუ ბოდიში ხას რო გავყვეთ უბრალოდ, ანუ ეს პრაქტიკები რო დაიწყე და უკვე შენ თავზე მუშაობა, გამოჯანსაღების და ასე შემდეგ, ხო, ანუ ეს უკვე უფრო ღრმა ესეთი გამოცდილებები, ესე ვთქვათ რა, მიღმიერი გამოცდილებები, რო სხეულს გარეთ გამოსლები, ასტრალურ გამოსლებებს, რასაც ეძახიან და რაღაცები. ეგ სპონტანურად დაიწყო თუ შენ გინდოდა და გამოიწვა? ეგ სპონტანურად დაიწყო, აი უშუალოდ ტაიჩის შემდეგ ტაიჩის გავაკეთებდი რამდენიმე ფორმას, იქ გავიქნევდი, დაიწყებდა რყევას. მერე და დილით ხარ ხო გეღვიძება სადღაც სხვაგან ახარ ან ის გასვლის გამოსვლის მომენტები. ეხლა ეს ინტერნეტი გადაჭედილია ესეთი ინფორმაციები და მაშინ მე ხო არ ვიცოდი ეს საერთოდ რა იყო. ხო. ხო და ესეთი რაღაცები რო დაიწყო, თქვათ იყო დავარქვი ესე ჩემთვის რა, ესე რომ არა იყო დაოსური გასვლებიც და იყო ჩვენი მართლმადიდებლური გასვლებიც რომ იქ რაღაც ზემოთ ანუ ეკლესიას ხედავდი ან რაღაც და განსაკუთრებით აი მადლზე გამახსენდა განსაკუთრებით სასიამოვნო იყო ხოლმე ჩვენი ტაძრიდან რომ გადიხარ და რაღაც გაცილებით შთამბეჭდავი და გაცილებით მადლიანი ეს დაოსური აი როგორც წეგან თქვი ზუსტად სწორად მიხვდი შენს და სწორად თქვი რაღაც უფრო ტექნიკური გასვლები იყო რაღაც ტექნიკური ხასიათის იყო და ეს ჩვენი უფრო რაღაც ფსიქოლოგია გამაღლებული და ეს ოხტაებრივი ხო ეს დამეხმარა იმაში რომ აი ეს თემები ერთმანეთთან კარგად ადვილად დამესინთეზირებინა შიშის მომენტები არ ქონდა უცპონტანო სულ პირველად იყო სულ პირველად რომ სოფელში მომივიდა გამბავი რომ დილით მეღვიძება და ავდივარ რა ზემოთ როგორია ხო და ვეჭიდები იმას ლოგინს აწევს მაგრამ არაფერი და რო ავედი ზემოთ უკვე ჭერამდე რო ავედი იქ ნუ ნიკოლოზის ხატი წმინდა ნიკოლოზის ხატი დავინახე და ეგრევე მივხვდი რომ კარგად არის ჩემი საქმე ნუ გეშინი არაფერი არ გემუქრება და კიდან ჩამოვედი და იმის მერე ჩვეულებრივად ეგ სასიზმრეთის ჯგუფებშიც მერე ეგ პრაქტიკა ხო გახსოვს დანერგილი კი მაგაზე ცვილობა ის პირველი ერთადერთი იყო პირველი შემთხვევა როდესაც შემეშინდა ასე რომ და მადლიერი ვარ იმ ზეციური ძალების რომ ეგ ასე ადვილად მე მალევე რო გამიხსნა ეგ თემა. ნუ ეხლა აშკარად ფარველობაც გააქვს რა ამ გზაზე, იმიტომ რომ ეხლა მე კიდე ვიცი სხვა თქვათ მასწავლებლები რომელსაც დაუზიანებიათ კიდევაც თავი რა ანუ სერიოზულადაც დღემდე რო დაავადებები აქვს და რაღაცები. აი და იმიტომ ეხლა ენერგეტიკული მოძრაობებია და ენერგეტიკული ვარჯიშებია რა და აი როგორ ესე ვთქვათ შენ როგორ აღწე აი როგორ გადაურჩი კი არა და როგორ ისე დაამენეჯმენტე რომ არსად ხო მითონ თან ასტრალური გამოსლებები თან ორგანოებთან მუშაობა სადმე ქონდა რომ აი რაღაცას გადამლაშე ან გადახვედი სადღაც ეგ გადამლაშება ჯერ ალბათ უფრო ჩემს თავზე მომივიდა ის წეგან რომ ვთქვი სულ თავიდან სადამ იოგა და შიმშილობები და მწვენების მკურნალობა თუ რაღაც ენერგიის მოყვანა და რაღაცები აი მაშინ გამოვცადე ჩემ თავზე რომ დაგასუსტა ხო? დამასუსტა მე იქ ვაშლის ძმარს და რაღაცებს ვავდი მე თვითონ ვაყენებდი გაწმენდი ვისაც მაგარიაო კარგი ენერგიას მატებსო და აი მაშინ რომ მივხვდი რომ ამან არასწორად იმუშავა მე მაინც ცოტა ის კონტროლის მექანიზმი უფრო მოვამატე მაგრამ აი რო ვთქვათ რომ რამე გამიჭირდა ამ თემაში მე აი ამ ტრადიციაში დაოსურ ტრადიციაში არ ქონია ესე იგი ეს მომენტები ხო? არანაირი ეს არც მომსვლია და აი პირიქით მე ხალხზე რო დავიწყე უკვე 2010 წლიდან ეს Facebook-ომანია წამოვიდა იმ წლებში ხო სასიზმრეთის ჯგუფები გავაკეთე რამდენი წელი ვასწავლიდი ამ სიზმრების და დაგენერირებას იმ სწორი ტალღების დაგენერირებას რომელიც მე ან ჯანმრთელობაში ან პლანეტარულ ზონებში მოგზაურობაში ეხმარებოდა ადამიანს ზოგადად კოსმოსის შესაძლებლობა მოდი თავისით წამოვიდა ეს ყველაფერი ჯანმრთელობის თემებს შევეხოთ ცოტა და მე გადავიდეთ უფრო ესეთ გამოცდილებებზე რომელიც კიდე აი სიზმრებს ეხება იმიტომ რომ ეგეც მაინტერესებს შენი აზრი მაგაზე ხო აი შენ რო ამ ხელა გამოცდილებით რა რო შეხედო რომ აი ადამიანი იბადება რაღაც სასიცოცხლო ენერგიით და ახალგაზრდული ძალით და სიხალისით და
ატრიბუტებით, რაც დამახასიათებელია ახალგაზრდობასთან და მე ნელ-ნელა ამას კარგავს რა და გადადის უკვე ორგანოების დაავადებებში ასე შემდეგ და ბოლოს გარდაცვალებაში, სიბერეში უფრო სწორედ და გარდაცვალებაში. აი შენ ამ პროცესს მთლიანად როგორ უყურებ რა რა არის თავარი რაღაც რაც აკარგვინებს ადამიანს ამ სასიცოცხლო ენერგიას, რომელიც მე სიბერეში გამოიხატება და გარდაცვალებაში. აიმიტომ რომ ხშირად არის შენ ვარჯიშებში რომ დაუსული უკვდავება, ხო? ანუ ეს ტერმინი გამოყენებულია. მუდმივად ვატენით. კი, ეგეც საინტერესოა. ხო, აი რა არის ის რაც ბუნებრიობას ადამიანს ყველაზე მეტად ხელს უშლის რომ დაკარგოს. აი ეგ ზეცასთან კავშირი და დედამიწასთან კავშირის მოშლა, ან რაღაც შეფერხება მაგ კუთხით. ანუ ჩვენი უჯრედები მთლიანად ჩვენი სხეულის, ჩვენ ხო კოსმოსის ნაწილი ვართ და რატომღაც კი არა და გვასწავლიან ესე ბავშვობიდან რომ აი ეს არის მარტო აქა ვართ, ჩვენ მარტო აქა ვართ, აი შენ მიგახარ მე მამუკა და ლოკალიზებულია აქ და როდესაც ამას გადაიტან იქით ყურადღებაზე მთელი ვირტუალურ სივრცეზე ფსიქიკის გაცოცხლება და ესეთი პატარ-პატარა კაი ტრენინგები მაქვს, რომლითაც ხდება აღდგენა აი იმათთან კავშირების აღდგენა იმათ ორბიტებთან, იმ ვარსკვლავებთან, პლანეტებთან, ჩვენს ორგანიზმთან დაკავშირება ორგანოებთან, დედამიწასთან და ეს აღდგენა რო ხდება, გაცილებით დიდხანს მუშაობს ასეთი ადამიანის ორგანიზმიც, ფსიქიკაც გაცილებით კომფორტულად გრძნობს თავს ცხოვრებაში და გაცილებით გვიან ბერდება იმ წლებსაც რაც თქვათ სიტყვაზე 100 წელი მიეცა ადამიანს ჩელავე ხო რაღაცა 100 წელი მიეცა ხო და ბოლო 20 წელს თუ საავადმყოფოში გაატარებს ადამიანი ეგ არ არის ეხლა პროგრამის ხო არა ხალისი იმას რაღა უნდა და ამ მეთოდებით კოსმოსთან და დედამიწასთან ამ ჩვენს გარემომცველ სივრცესთან კავშირებით ამ ელემენტებით ვიკვებებით ჩვენ ხო გაცილებით შორს გამავალია ეს ადამიანი გაცილებით მალე ჯანსაღდება როგორც კი შენი ეს უჯრედები გაიხსენებს რომ კოსმოსის ნაწილია და სწორად შეუერთდება ის უკვე ეს ყველაფერი გაძლევს უფრო სხვანაირ ჰარმონიულ სვლას და იმიტომ ესე მალე რო იკურნებიან ის ხალხი და ეს ბუნებას რო ვართ მოწყვეტილები ხა კიდე ან ქალაქ урბანულ გარემოში და რაღაცში ეგეც რაღაც ხო ნუ ეგეც რა თქმა უნდა კეტავს ენერგეტიკას მაგრამ თან ეხა შენ პირდაპირ ქალაქის ცენტრში ხარ რა ესე ვთქვა და ანუ აქაც ეხა და ხო და ეს რო არის რომ აი დაოსური ეს ვარჯიშები უნდა გააკეთო ბუნებაში შენ როგორ უყურებ ამას ანუ ჩვეულებრივად ქალაქში როცა აკეთებ მაშინაც ეფექტურია ну ეს მე ამდენი წლის პრაქტიკებით ეს დავაგენერირე ეს მეთოდები რომ რიგით ადამიანს აი ქალაქში მაცხოვრებელ ადამიანსაც შეეძლოს აი ამით სარგებლობა ისე რომ თუნდაც საკუთარ სახლში იყოს ეს ენერგია არსად არ გარბის ის კოსმოსი ისე თავის ადგილას არის ასე რომ იმათთან ამ კონკრეტული ენერგიის გენერირებას ვეძახი რა ამას უფრო რაც ადამიანს არ ქონდა აი მოდის ვიღაცა და მეუბნება რომ აი ეს არ ამაქვს და ეს როგორ შევიძი აი როგორ გამომივიდეს ვეუბნები აქამდე არ გქონდა წინა ცხოვრებებში თუ წინა წლებში ეს არ დაგიმუშავებია მაგრამ ეხლა შეგიძლია ეს აიღო დაამუშაო და ის ტალღები გამოიმუშაო რაც მე დიდხანს ინერციით დიდხანს გაცოცხლებს და დიდხანს ივლის ანუ ამ ენერგიას ეგ აქვს კარგი რომ ინერციით გრძელდება მე შემიძლია შარშანდელი ნავარჯიშები ადგილიდანაც კი დღეს ვიყო ენერგია და დღეს ამით ვიწინ ხო საოცრად ამას არა აქვს თავისი საზღვრები დროის იმაში ფაქტორში არ არის ხო დროის ხშირად ვიზახი ხოლმე რომ ანუ ეს ისეთნაირად შევქმენი ეს ნუ დღეს კიდე უფრო მეც ვაკეთებ კიდე უფრო კარგ რაღაცებს ვიგონებ წეღანის ფოტოთერაპიის თემა რომ გიხსენე ხო ანუ მუდმივ დამუშავების რეჟიმში ვარ რა კიდე ახალ რაღაცებს ვქნი რომ ხო ეგ ძალიან მაგარია შემოქმედებით პროცესში ხარ რა შენ მუდმივად იმიტომ რომ ჯერ ადრე გამომივიდა მე არ ვიცოდი რომ ესე 55-56 წლის ასაკში იმდენს მივახწევდი რომ ამდენ რაღაცა იმ ავადმყოფობებს უძბად გავაქრო კონკრეტული აი ფიზიკური დაავადება რო ეს უკვე რაც ფიზიკურ სხეულზეა გადმოსული რაღაცა კისტების აღწრები აი ძვლის აღწრების პრობლემები აღარ არის შესაძლებელი და რაღაც მე ეს არ ვიცოდი მაშინ რომ ამ ასაკშივე რო გამომივიდოდა და ჯერ კიდე წინ რამდენი დროა ხო კი აბარა დამეც შენთან ვითო ხო და ესე მიუყვებით რა სამყაროს და უნდა აი შექმნაზე ვიზახი რა რომ უნდა ადამიანმა თვითონ ეს შექმნას ისეთი ენერგია, ისეთი ტალღები, რომლებსაც მე
არა აქვს ამას გაჩერების ის რა დიაპაზონი, ეს მუდმივად გრძელდება მერე და მოყვება ყველგან. ხო. შენ გარდა იმისა რომ ახლა ვარჯიშებს აკეთებ, ნუ ეს რაც ერთად რაც ხდება, ხო, საერთოდ ტრეინინგები. აი და ეგ ნეიროიმპულსური გამოტანების ლაპარაკობდით, ერთ-ერთი ეხლა რაც ჯანმრთელობის თემას რომ მივყვეთ, ანუ ეს რომ შე რო თქვი რომ ორგანოების კავშირი არა აქვს გარეთ კოსმოსთან, ანუ ეს გამოწელვაებს რასაც ეძახი, ალბათ კავშირია, ხო, რომ გამოგაქვს სივრცეში კონკრეტული ორგანო, ანუ ეთერული სხეული ორგანოსი თუ რა როგორც ენერგეტიკული სხეული გამოგაქვს გარეთ, ანუ ეს წირო უჯრედები კონკრეტული ზონები და ყველაფერი და ქიმიური და ელექტრომაგნიტური პროცესები ჩქარდება. აი იქ რაც გაჩერებული იყო და გარკვეულ საათებში, დღეებში გვარდება ის პრობლემა, რაც მანამდე წლობით არ გამოდიოდა. და რა აი ეს თუნდაც ეს გამოტანები რა, გამოწელვები, ეს ვარჯიში არის ესეთი, აი რა შემთხვევაში არის რომ არ მუშაობს თქვა? არის ეგეთი რაღაცა, რომ არ აკეთებს. ნუ მე ვიდეოები ხომ აქვს ამას ვაძლევ ადამიანს და ვეუბნები აი ხა კერძო მაგალითს გეტყვით, რომ ერთი გოგო იყო მაგალითად ჩარჩან ამ დროს, უცხოეთიდან შემეხმიანა, რომელსაც ჰქონდა კისტა საკვერცხეზე. კარგა მოზრდილი და ნუ შეშინებული იყო ძალიან და ისედაც ვიცნობდი იმ გოგოს და მითხრა რომ აი ესე და ესეო და ეხლა აქ მეშინიაო ან არ ამოვაჭრან ან რაღაც არ ექიმებთან ხო იცი მაინც რა და მე ვთხარი რა გაშინებს მეთქი ხო იცი რომ მაქვს ეს ყველაფერი და მოგცემ მეთქი ამას და მოდი რასაც გეტყვი სულ რაღაც 3 პატარა 5-10 წუთიანი სავარჯიშო მივეცი, რომლითაც ეს ყველაფერი მოუგვარდებოდა. ხო და 2 თვის მერე უნდა ყოფილიყო ის დიაგნოზი, ანალიზები. ხო და პირველი 1 თვე არ დაეჯერა, ამას არ აკეთებდა, საერთოდ ხელი არ გაუნძრევია, მაგრამ მეორე თვე რო დაიწყო, უკვე ის გაახსენდა, რომ ეს მოდის უკვე ეს დიაგნოზების და იმების თქვათ ანალიზების დრო და მოდიო რას ვკარგავო და ეს 5-10 წუთიან ვარჯიშებზეა საუბარი ხო არ არის მთელი დიდ იმაზე. და აკეთა ის მთელი 1 თვე, მეორე თვე, ანუ აკეთა მთლიანად ყოველ დღე, ხან ნეიროიმპულსური თერაპია, ხან იქ წყლის დამუხტვის მეთოდები მაქვს ძალიან კარგი, ეს ფოტოზე მუშაობა და ზუსტად იქიდან, ანუ 1 თვის მერე მომწერა რომ გუშინ ვიყავიო ანალიზებზეო ყველაფერი გამქრალიაო, აღარ მაქვსო ის კისტაო და იქიდან რამდენიმე თვეში მომწერა კიდევ რომ ორსულად ვარო. აი ეს არის არ აკეთებდა, არ ჯეროდა რომ ამან რა უნდა საკნასო, რა უნდა მიშველოსო. ხო. თუ არ გააკეთებ და არ გჯერა ეგ სხვა არის, მაგრამ არის ხალხი რომელსაც არ ჯერა, მაგრამ მაინც აკეთებს. მაინც მუშაობს. მაგრამ მაგას რო დააკვირდე, ანუ მაინც რო აკეთებ, გარკვეული რწმენა მაინც დაშვებული გაქვს რა. ხავს ეჭიდა, იმიტომ რომ აი მე მაინც რა ვიცი, ეს შეიძლება ჩემს შევოცდები, მაგრამ მაინც მგონია რომ აქ რწმენასაც აქვს რა რაღაცა, იმიტომ რომ გახსნილი, გაეხსენი რა იმ ენერგიას, იმ ტრადიციას, იმ ნაკადს და მე უკვე იწყებს მუშაობას, მაგრამ ზოგი შეიძლება გამოჩნდეს ისეთი, რომ აი კარმულად ანუ კაი კარმაც არ იყოს რა, რომ გაეხსნას ეს რა, შეიძლება შენც იძახთი, რომ მაშინ რო ვიყავი შენთან, მაგ თქვი, რომ შეიძლება ეს ვარჯიშები ერთ მომენტში თქვა, რომ რაღაც გამოქვაბულში შეხვედიო, სადაც ოქროები არისო რა და ისე გამოხვიდეო, რომ ვერაფერი ვერ ესეთი ვაიცი როგორი ის არის, ანუ ვინცო ამ ვარჯიშები, აი იმან ჩემთან წინმა თქვა ეგ ტაიჩის პროფესორმა, რომ ვინცო ამ ვარჯიშებს შესაფერისი დაჟინების გარეშე მოეპყრობა, ის ხელცარიელი გამოვა განძით სავსე მთიდანო. ესეთია და აი ეს ნუ ეხა ზოგი ხო არის რომ გარეთ რო ეუბნებიან მოდი ეს ჭამე და რო სხვენია და არ ჭამს და მე ჩუბად რო შევა და ჭამს. აი მაინც ფსიქიკის ეს ფაქტორიც მაინც თუ ჩართულია, ეგეც საქმეა რა, მაინც ცოტ-ცოტას რო გააკეთებს ადამიანი, უკვე იმ ტალღების გენერირებასთან გვაქვს მე საქმე რა. ხო. და რაც და მე ხა უკვე შედეგს რო ნახულობ, მე ხო კიდე ღრმა რწმენაში შედიხარ ეხა და მე უკვე ძმები, დები და мама უკვე ხო. და მანდ ეხა არის ეგეთი ინტრიგნული კითხვებიც რა. მაგალითად აი თუ ესე მუშაობ რო ფინანსებიც ის შენ რატო არა ხარ მილიარდელი თქვათ რა, ან რაღაცა ეგეთი ხო იცი, ეგეთ რაღაცებიც იციან ხო. აი რა მაგაზე რა სიტყვა. ეგეც ადამიანსაც გააჩნია ხო, რასაც აგროვებ ის გიგროვდება ხო. ძალიან მშვენივრად ვარ, ჯერ თან ეხლა გამოვდივარ კიდე სხვა ასპარეზზე კიდე ამ თემებიდან გამომდინარე.
იქ ძალიან ბევრი ისეთი მეგობარი ნაცნობი გავიჩინე. ნუ ეგეც სადღაც ის არის, ხო იცი? ადამიანი ჯერ უნდა გამოცდილება დააგროვო, რომ მე ის თემა კარგად გაგიხსნას და რაც მე სიამოვნებს ის იმ შედეგს იღებ. იმ შედეგს ვღებულობ და ახლა წინ მივდივართ კიდე ამდენი გვაქვს წინ ნახოთ ყველაფერი წინ არის. ეხლა მაინც და მაინც ეხლა რომ გითხრა რომ უზბათ რაღაცა ერთი მეშოკი ან ეგ იყოს შენი თვითმიზანი რა. ჩემი თვითმიზანი ხო არ არის. პირიქით იმ ხალხს ვეუბნები ხოლმე რომ აი ეს სურვილების ჩათქმაზე რო არის ხოლმე მე იმაზე მაქვს ხოლმე ძირითადი აქცენტი რომ მეთქი აი ვინც ჩემთან დადიხართ რომ თქვენთან იყოს საქმე კარგად მეთქი რა ჩვენზე მეტად შენ გინდაო რომ ჩვენ რო გამოვჯამთელდეთ ეგ ჩანს რავი ხე შენი ხო გეუბნები ანუ ისიც რა აი Facebook-ზე რო აზიარებ რაღაცებს ეგ აუთენტურობა რო აი როგორიც ხარ ეგეთი ხარ და მაგას აზიარებ ძალიან მაგარი რომ დასამალი არ გაქვს რომ იმას არ მალავ რომ აი ჯუმა დავლიო ხალხმა არის ან რო აი ესეც ხო და მაგასაც უნდა კითხო რა ეს იქაც კითხე ხა გაიწვარა აი საოცრება ყველა ვიცით ხა იმაში რომ რაღაც ამ გზაზე რომ იწმინდები და რაღაცებს შვები სალსმეს დალევ ენერგეტიკას დაგიგდებს მეც არაერთხელ მქონია ეს რომ ანუ ვიცი რომ ხა წლების და პრაქტიკის შედეგია რასაც ეგრე არ არის ეხლა რომ ადამიანი არაფერს არაკეთებს დალევს და ისევ იქნება ცუდათაც იქნება და შევა დაავადებების დაიმართოს მაგას არ ვიძახით მაგრამ აი მაინც და წლების ნამუშევარი ჭირდება რომ შინაგანი ალქიმია უკვე რა მაგ აღარ მოქმედებს რაღაცებზე მაგრამ ნუ შენი პასუხი მაინტერესებს რა აი როგორ უყურებ ამას რომ სუფთა ეხა აი ქართულ იმეებში ზიხარ ფორმებში ესე ვთქვა და ამ ენერგეტიკულ იმასაც ინარჩუნ ნუ ფაქტია ეხა ხო აი როგორ ახსნი მაგას? ვთქვათ, თავიდანვე ხო ეს მქონდა განსაზღვრული, რომ ისეთ სიმაღლეებს ასე ვთქვათ, მივახციო ფიზიკურად და ენერგეტიკულად, ფსიქოლოგიურად მეთქი, ამ პრაქტიკების დახმარებით მეთქი, ეგ თავიდანვე ეთყობა, ჩავდე ესეც, რომ აი ბოლომდე გამიქაჩოს ჩემა თავმა, ხო? ეგ ერთი და ახლა ანუ განზრახვას აქვს წინა დიდი მნიშვნელობა. და ჩვენი ნუ ქართული სუფრები ვიცით ხო ეხლა ძალიან გადამეტებულ ღრეობაზე არ ვიძახი მაგრამ ხო რა თქმა უნდა ახლო წრეში ახლობლებში მეგობრებში ეგ უკვე თერაპია ეგ უკვე ერთმანეთს აი წარმოიდგინე რამდენიმე ვთქვათ სასმისის შემდეგ უკვე როგორი გული თბება იური ყეინაშვილი ტაიჩის მასწავლებელი იყო ღვინის სპეციალისტი იყო მაგისი ანუ სასოფლო ქონდა დამთავრებული და მან ძალიან ბევრი რაღაც გაგვიხსნა მაგანაც რომ აი ვთქვათ ის გულით ჩვენი ანუ ყურძენს აქვსო ყველაზე დიდი ანუ დედამიწაზე არსებულ მცენარეებს შორისო დედამიწისა და კოსმოსის მიღების და გადამუშავების ყველაზე დიდი ისა უნარი თუ თვისება და აი შუქი რო ჩაუდგება უკვე იმაში იქ უკვე კოსმიური ღვთაებრივი ენერგია და იმის მოხმარების აი სწორად მიღების შემდეგ ეს გაცილებით ადამიანისთვისაც კარგია სხვა რაღაცებს გიხსნის კიდე ის რაც ჩვეულებრივ მდგომარეობაში არ მიიღწევა ეს იგივე მედიტაციაა ანუ ხო და თვითონ ახლა რო ვთქვათ წეგან რაც მითხარი რომ როგორ ახერხებო რომ კიდე არაფერი ამით არ დაგემართოსო ესეც წინასწარი განზრახვა წინასწარი სითხეების დამუხტვის მეთოდები მაქვს მე ძალიან მაგარი ანუ წინასწარ ამას ვდებთ კონკრეტული გინდა საკვების საჭმლის ჭამაში გინდა პროგრამას დებ რომ აი ამან რა უნდა გამოიწვიოს შენს ორგანიზმში და ძველი დეტოქს ისენის ვარიანტები დევს რა რომ ამას რო სვამ იმანის გაიტანოს ძველი ახალი შემოიტანოს კონკრეტული რიტუალები არის ამისი ერთი 10 წუთიანი ვარიანტი მაქვს ესეც ძალიან განსაკუთრებულად კარგად მუშაობს იგივე ამ დაავადებულებთან ავადმყოფობებთანაც და ფსიქოლოგიურადაც რაღაც ნიშანთვისებების შექმნას იწვევს ეს კიდე აი თქვა შენ რაღაც გინდა რომ გამოიმუშაო ისეთი სიძლიერე ენერგეტიკული რომელიც ან ხალხს განკურნავს ან შენ უფრო კარგად იქნები ფიზიკურ დონეზეც ენერგეტიკულად გამართულად და ეს ყველაფერი წინასწარ უიდება უკვე ეს მუშაობს მე ეს მუშაობს წლების განმავლობაში მე თუ რაღაც თქვა კიდე გინდა რომ რაღაცა მიაღწიო ამ შენი მოქმედებებით აქაც წყალი სითხე ყველაფერს აგვარებს ხო ანუ ინფორმაციას დებ განზრახვის სახით ხო და ნუ ხარს გიჭერს კიდე წლების პრაქტიკა ამაში აი როგორ აი ახლა მიგახვედრებ უფრო კარგად რა რომ აი თქვა ეს ციგუნის ვარჯიშები ხო არის შექმნილი ხო რომ ნუ ადამიანს ეს რკინის აბჯარი რო არის კონკრეტული ის ციგუნის მიმართულებები არის როდესაც თქვა აძლები ორგანოები კიდე დამატებითი ენერგეტიკული ისენი უპაკოვკები რო კეთდება რა ადამიანზე ეგ იმიტომ არის რომ თქვა
ან განა იმიტომ რომ იქ აღარ მიეკარება ან ხმალი და ან ტყვია და იმას კი არ იცდენს, მაგრამ ეს ენერგეტიკული როა იმას იწვევს, რომ უფრო მალე აღდგება ძალები, სხეულის ძალა, ენერგია და ის მალე გამოჯამრთელდება. ასე რომ ამ ენერგეტიკულ პრაქტიკებს ეგ დანიშნულებაც აქვს, რომ აქ რაც არ უნდა იყოს, ხო, რაც არ უნდა შემოვიდეს, როგორც იმან მაინც უნდა დატრენინგებული ყავდეს რა, მეომარი, მებრძოლი ან თუნდაც სპორტსმენი მერისთვისაც დაიწყეს სპორტისთვის, რომ ძალების და ენერგიის აღდგენა მალევე მოახდინოს ამან. ხო. აი ეგ არის ჩემთვის ყველაზე მთავარი გადამწყვეტი ეგ იყო ამისთვის, რომ მე სხეული მომეცა, იმიტომ კი არ მომეცა, რომ ვიჯდე და ვიყურო აქეთ-იქით. უნდა იყო თან იმოძრავო, იმოქმედო, შენებაში ჩართული უნდა იყო და ეს ყველაფერი უკვე წინასწარ წეღანას გაგახსენეთ ეგ მომენტი, ხო, წყალზე რომ მდინარესთან რომ მივლენ სამი კაცი და ერთი რომ პირჯვარს გადაიწერს და გავა და მაშინ რომ დაიხჭობა, მეორემ მგონი ლოცვა წაიკითხა და უკვე შუამდე მაინც გავიდა, მესამეს ვინც თავიდანვე ჰქონდა ეს მომზადებული და ილოცა დილას და თქვა გუშინაც ილოცა, იმას უკვე აქ თავისუფლად ძალიან საინტერესოა. აი აქაც ეს მოამზადა ხო ველი? ველი მოამზადა და აქაც ეს პრინციპია, მე ესები უყვები ამ თემას. კი. და აი მე სანამ დავიწყებდით აქ-იქითაც კითხე რომ მეთქი ანუ ამას რო უკვე რო დაამუღამებ რა ამ სწრაფ აღდგენებს და რაღაცეებს ენერგეტიკის და ასე შემსხეულის რა ესე იგი მაინც დაოსური ტრადიცია რო ბალანსზე ორიენტირებული მაინც ალბათ ეგ იცავს ადამიანს რომ ძალიან არ გადაამლაშოს რა იმიტომ რომ მე ხო შეიძლება აი და მოდი აბა ეხა ყოველდღე რაღაცებს გადავაჭარბებ და ეხა მე აღვიდგენ ამ რაღაცეებით რა ეგეც კი ბატონო მაგისთვის ჩვენ ხო შეიძლება როდისმე დასწრებულიც ხარ ჩემთან ის ხუთი სტიქის შეერთება რო არის ეს კონკრეტულ ყველა ორგანოს თავისი ნეგატიური ემოციის შესაკრებელი ადგილია გერით რო ხდება გამოტანა კი ძალიან მაგარი ვარჯიში კონკრეტულ წერტილებში იქიდან გამოგაქვს ეს და ეს დაქსელილია მთელი ეს ჩვენი სხეული ამ ენერგეტიკული ხაზებით ნუ მე ამ ჩემი პრაქტიკებიდან გამომდინარე ვიძახი ესენი დაქსელილია ხო და ადამიანს თვითონ აღარ გიშვებს ეს ანუ ის ნეგატიური არც ემოციის ისე მოჭარბება აღარ გადაჭარბებებში აღარ გიშვებს ეს თვითონ არეგულირებს ის ჯადოსნური მარგალიტი იქ ჩართულია ინსტრუქცია მიცემული გვაქვს ამან რა უნდა გააკეთოს რა უნდა გამოიწვიოს და როგორ იმუშაოს რამდენი წელი როგორ უნდა იმუშაოს და ეს თვითონ აბალანსებს მე ასე ვთქვათ რაღაც შეიძლება გარედან ვიღაცას მოეჩვენოს რომ ეს ცოტა რობოტივით ხდები ადამიანიო მაგრამ მე თუ შემატყობთ რობოტის ნამდვილად არა ხარ. უბრალოდ გვეხმარება ეს ყველაფერი. ეს ნეიროიმპულსური ვარჯიში, რომელიც ენერგეტიკული სხეულის ესეთი გამოტანებთან დაკავშირებული, ეს შენი საავტორო არის, ხო? ანუ შენი გამოგონილია ეს. კიდევ რამდენიმე მაქვს სხვადასხვა. ხო, ამას რო შევეხოთ და სანამ კიდე სხვა გამოგონებებზე გადავალთ, აი ფოტო და კიდე რაღაცები. მაინტერესებს ეგეთი კითხვა, რომ აი ეხლა შენი გადმოსახედიდან როცა აი დაუსრულო ალქიმიასთან მუშაობ და ასე შემდეგ. ადამიანს ხო სწორი ტრეინინგის შემთხვევაში და რა თქმა უნდა წვენაში თუ შესულია და სწორი ტრეინინგის შემთხვევაში რამხელა სასიცოცხლო პოტენციალი აქვს. ანუ აი რამდენი ხანი შეუძლია რომ ფიზიკურმა სხეულმა გაგიქაჩოს ესე ვთქვათ შენი აზრით. კი ბატონო, მაგას ნუ ასე ვაკვირდები, აგერ ჩვენი მასწავლებელი იქ მანტექჩი ასე რომ ხშირად ვახსენებ ხოლმე 82 წლის თუ 80 წლისა სადღაც ესე და იძახის რომ 100 წლამდე ვაპირებო რომ ესენი ჩავატაროო თან ამ ტრენინგებიო ესე ხო და მერე ვნახოთო კიდევ ანუ ჯერ ესეთი ის მისცა თავის თავს და მეც ვაკვირდები ხა ყველა ადამიანს თავისი რაღაც წლები აქვს გამოწერილი და თუ ადამიანი წინ მიდიხარ მუდმივად ვითარდები და მოთხოვნადი ხარ შენი თავისთვისაც და კოსმოსიდანაც ეს ჩანს რომ შენ მართლა რაღაც საჭირო ხარ დედამიწაზე გაცილებით მეტხანს დაგტოვებენ თუ უკვე ამოწურავ და იმიტომ ეს ჩარჩოებში ჩასმა იმიტომ არ მიყვარს მეც რომ ესე ამოიწურება რაღაცა ანუ ფიზიკური და ეს ფსიქოლოგიური ჩარჩოები ამოწურვადია რაღაც იმაშია და როდესაც კიდე უფრო ახალ-ახალი პროგრამები შემოდის მე აი რაც შენი განვითარებისთვის კიდე უკეთესია ხო არ უნდა გააჩერო საკუთარი თავი უნდა მუდმივად უნდა იარო ეგ კარგი მიდგომაა რა რომ ანუ თუ საჭირო იქნები შეიძლება ძალიან დიდი ხანიც იყო შეიძლება 150 წელიც შეიძლება ჩვენ არ საზღვრავდეთ ზუსტად რაღაც მოცემული გვაქვს ეთყობა და მაგაზე თუ ჩაიციკლე რომ დინდა თუ არა ეგეთები შეხვედრიან რა რომ აი
ოღონდ დიდი ხანი ვიცხოვრო რა და მე უკვე ფსიქიკური ძალიან ისეთი გადაცდა. რაღაც კოსმოსისა და ჰარმონია და ჩვენი ფსიქიკის სინთეზი ესეთ თემებთან. ყველა ხო ესეთ რამეს ვერ ანვითარებს, მაგრამ აი მე ეხლა ბარემ იმასაც დავამატებ, რომ იმ დღეს ხო ნახე ხო ის ბავშვი რო არის და ჩვენთან რომ მშობლებმა ის თქვა სანამ ბავშვი დაიბადებოდა 1-5 წელი ვერ აჩენდნენ და ჩვენთან მოვიდნენ თუ თქვათ რეპროდუქციულ მედიცინას ვერ უშველა ეს 5 წელი არ უჩნდებოდათ რაღაც და მე ამათ სულ რაღაც ძალიან მარტივი რაღაც ვასწავლე ეს ენერგეტიკული სხეულის დამუშავება სულ რაღაც 5-10 წუთიანი ვიდეოც ჩაუწერე მივეცი და მეთქი ეს საღამოობით ან დღის ნებისმიერ მონაკვეთში ეს ერთმანეთს გაუკეთეთ სულ 5 წუთიანი ხო და ორ კვირაში უკვე რომ მოვიდნენ ნახე რომ უკვე ყველაფერი წესრიგშია ენერგეტიკულად და იქიდან თვენახევარში უკვე დაიდო ეკოსკოპიის პასუხი და ბავშვი გაიზარდა უკვე 5 წლისაა თუ 4-ზე გასცდა უკვე დედამისი იძახის არც წამალი მიყიდი აქამდე პედიატრიც გაგიჟებულია ანუ რისი თქმა მინდა რომ კოსმოსიდანაც ახალი თაობების შემოსვლა რომ იწყება გაცილებით განვითარებული გაცილებით ჯამთელები ჭკვიანები და გაცილებით რაღაც სხვანაირი არა ხო სხვანაირები რო არიან იმათ ხო უნდა მოუმზადოთ ჩვენ ის სივრცე რომ იმათ კარგად განვითარდნენ დაიბადდნენ პოტენციალი გამოამჟღავნონ და მე ამასაც ვხედავ ჩემ თავში ამ კუთხით რომ ეს უკვე 20-მდე ბავშვი არის ესეთი მეთოდებით აქედან საზღვარგარეთაც და ონლაინითაც ჩატარებული ინსტრუქციას ვაძლევ ხოლმე როგორ უნდა გააკეთოს რა როგორ და პერიოდულად ვამოწმებ მე და ის უკვე 20-მდე ბავშვი არის ესე დაბადებული აი ამ ვარიანტებით და მე ჩემ თავში მაგასაც ვხედავ ამ თემაში რომ აი ის ხელი შეუწყოთ იმ კოსმიური რაღაც უფრო ზევიდან ჩამომავალი თქვა სულების განვითარებას და ცოტა კომფორტულ გარემოში რომ მოხვდნენ რა შედარებით. წეღანას ლაპარაკობდით და ისე ეხაც 1-2 კიდადე შენ ეს რაღაც ექიმების დასკვნებიც რა, მაგრამ რაღაც დონეზე მაინც საჭირო, იმიტომ ადამიანი ვერ იჯერებს რა, ეგეთ რაღაცებს, ზღაპრები მაინც გონიათ რა, რომ აი ზღაპარია. მე უკვე რაღაც დოკუმენტს რო რაღაცას როდებ, მაგრამ მაინც არ იჯერებენ. ხოდა ეხლა ვაპირებ მეც მაგ კუთხით ყავს ჩემი კომპანიონი არის იქ დიაგნოსტიკურ ცენტრში მაგარია კაი იდეა ძალიან მედიცინასთან ერთად პარალელურად სინთეზში სინქრონიზების გარეშე ყოველგვარი დაპირისპირების გარეშე ეხლა ხან მეც მჭირდება ხანდახან წამოვა ბოლო 1000 რაღაცაა ხოდა თან მედიცინაც ხო უნდა განვითარდეს თუნდაც იმ ტექნოლოგიური კუთხით რომ ის რაღაც ადამიანს აქ გადასანერგი ტრამვა არის ეს ხო ყველანაირად ვემხრობი მედიცინის ყველანაირ ვარიანტს მაგრამ ეს არის რომ თან დროულად რო გამოჯამთელდეს ის ადამიანი ამის სინთეზირება შეიძლება აი ამ ვარიანტებთან ერთად და ექიმებმაც რო იმიტომ შენი ცოდნა ხო შენ უექ ზღუდავს რაღაც დონეზე რა აი ხა ექიმებმა რო იცის რომ ეს ორგანო ესე მუშაობს შენ რო თავაზობ სხვა აღწერას იმის არიჯე ხო აი ეგ მეც ძალიან კაი ეგ აღარც მახსოვდა ეგ რო უნდა გვეხსენებინა მეც ძალიან მიხარია რომ აი ესე ძალიან ოფიციალური მედიცინის მხრივ რომ ძალიან დიდი ის არა მაქვს ესეთი გამოცდილება მიუხედავად იმისა რომ უნდა გქონდეს ხო წესით მაგრამ იქ ძალიან ზღუდავს ეგ რა მე ამდენ ხალხს ესე ვერ მოვარჩენდი მე რომ ესე ყოფილი განთავისუფლებული ხარ ჩარჩოებისგან აღქმის აი ადამიანს რაღაცა სჭირს ახლა იქ ხო უკვე ეს თუ არ მიაწოდე არ მოხდება ის არის სისხლი არ ჯერა და არა და ყველაფერი ენერგიაზეა ის სისხლი რო ამუშაოს ხო ენერგია არის საჭირო და იმ ენერგიას სჭირდება მიმართულების მიცემა როგორც კი მიმართულებას აძლევ ის სისხლსაც ამუშავებს ამოძრავებს ორგანოებიც აღდგება ის ქიმიური პროცესები გაცილებით ჩქარდება ამიტომ ხო არის ექიმებიც არიან და პატარა ეს როგორც ფიზკულტურას რო უწერენ ხოლმე ხო ხო არის იმისთვის პრევენციისთვის რომ სუფთა ჰაერზე იარეთ, იარული, სუნთქვები რაღაცა ესეც მიაყოლოს იმ პატარა მსუბუქი ვერსიები. ყოვლად უსაფრთხო ხო აი ისეთი მეთოდები მაქვს რომ თუნდაც 80 წლის ადამიანმა რომელიც უკვე ვეღარ დადის ქუჩაში იმანას შეუძლია ესე გააკეთოს ძალიან მარტივად სახლში. ხო, მოდი მივყვეთ აი გადავიდეთ ჩვენ რაღაცებს, საავტორო რაღაცებზე რაც საკეთებ რა, ეს ნეიროიმპულსური მოძრაობებზეც მე ცოტა გავიარეთ, ვილაპარაკეთ და ჩვენს ნახავენ, ვინც დაინტერესდება. აი შემდეგი რო თქვი რომ ეს ფოტოზე მუშაობაო, აი რა მეთოდია და რას ნიშნავს რა ფოტოსთან მუშაობა. ეს ფოტოზე ჩვენ გვინახია ხო რომ აი რაღაც NL-ის UFO-ების
არამიწიერი არსებები თუ რაღაც რომ ან ანგელოზები ან რაღაცები ჩნდება ისეთ რაღაცას იჭერს, რასაც ფიზიკური თვალი ვერ ხედავს. ხო და აი ამ ფოტოდან ესენი ის ავადმყოფური და რაღაც ნეგატივი ძალიან მარტივად გამოდის. უფრო ადვილად ვიდრე ხელით რო აკეთებ, ადგილზე რო უკეთებ. ხო და იქიდან კონკრეტული მოქმედებები, მოძრაობებია, ყოველ ორგანოს თავისი რაღაც სპეციფიკა აქვს, სხვადასხვა სტიქიები არიან ესენი და თავისი გამოტანით და მე ენერგიით შევსებით და ერთმანეთთან გაერთიანებით. ნუ ძალიან მთელი კომპლექსია რა, მაგრამ ძალიან ფიზიკურად ადამიანის დასწრება არაა საჭირო, ხო? მე даже ისე ვასწავლი, ნუ უნდა იმ ადამიანს ეს მოდეს და ასე ვთქვათ, იმსახურებდეს მაინც რომ ასწავლოს, ესე არათავაზიანი მოპყრობით რომ აი მოდი ეს მომარჯენი, ეს ხო, საკრალურობა უნდა იყოს. და იმ ოჯახის წევრისაც შეუძლია რომ ის გაუკეთოს, აღადგინოს მთლიანი ბალანსი იმ ადამიანის და უკვე იმდენი შედეგი გვაქვს. ესეთი აი მაგალითად ამ ერთი კვირის წინ იყო რომ ერთ ჩემი ნაცნობი ქალბატონი თავისი ძმისთვის მთხოვა რომ პროსტატის დაუდგინეს რაღაც ცუდი ამბავი და პროსტატის ანტიგენი, სპეციფიკური ანტიგენი იყო სადღაც 35-მდე ასული. წარმოიდგინეთ თურქეთში გამოკვლევებზე რაღაც და ეს მე მივეცი მასალა ერთი-ორჯერ მეც გაუკეთე პატარა რაღაც. მივეცი მასალა და ორი კვირის მერე 35-დან 12-ზე ჩამოვიდა. თვითონ ის ექიმებიც კი გაკვირვებულები იყვნენ რომ ესეთი მკვეთრი ის არა და ამას მთელი მკურნალობა და 1000 რაღაც ჭირდება ხოლმე. ხო და აი ესეთი რაღაცა ოჯახის წევრმაც კი შეიძლება გააკეთოს, მაგრამ ეხა მეც ვაკვირდები რომ აი წეგან რო თქვი შენ რომ ყველა შეიძლება მართლა არ იმსახურებს თუ რა ვიცი როგორ ეს არის მედიცინა ჩვეულებრივი რომ ეს წამალი აფთიაქში მიეცი და ერთნაირი ის ესეთი ის კონდეს. ადამიანმაც უნდა რაღაცნაირად ჩაერთოს აი ჩემთან მაგალითად გახსნილობა კონდეს კომუნიკაცია მაინც ჩემთან არის საჭირო დაუშვას და მეც რაღაც თეორი დაველაპარაკოთ, იმიტომ რომ აქ იმდენი კიდე სასწაული არის ესეთები მომხდარი ესეთ თემებში რომ უკვე დრო არის, ეს ეპოქა არის ესეთი რომ ადამიანს მოგვეთხოვება უკვე ეს ფსიქიკის უნივერსალიზაცია რა, აღარ არის ის დრო რომ მარტო ერთი რაღაც ვიწრო სპეციალობის ჩარჩოებში იყოს ადამიანი. მე ესე აი ეს ჰოლანდიელების ტოტალური ფეხბურთი რო არის, იმას ვახსენებ ხოლმე ხალხს, რომ თავდამსხმელი შეუძლია იყოს თავდამსხმელიც, დამცველიც, ნახევარმცველიც. უნივერსალი უნდა იყოს ადამიანი. ეს საჭიროა და მეც მაგ კუთხით მივდივარ, ხვეწავ ამ ყველაფერს განსაკუთრებით ბავშვებთან მომწონს მუშაობა, ეგრევე ითვისებენ ამას. ბავშვები ეგრევე აითვისებენ რა თქმა. აი ჩვენი ორი გოგო ამ ბოლო წლებში მოხდა ერთი იტალიის უნივერსიტეტში, მეორე საფრანგეთში, აი ამ მუშაობით აი ამ პლანეტარული თერაპიიდან რაღაც ბავშვებს შენი კი ძალიან მაგრა ჯადოქრებად აქცევი. კი. ხო, მოდი კიდე ახლა გადავიდეთ უკვე უფრო ცოტა მისტიურ რაღაცებსაც შევეხოთ რა, ჯანმრთელობიდან და იქიდან. აი ეს შენი, იმიტომ რომ მეც მუშაობდი სიზმრებთან და მაინტერესებდა ექსპეროდ ყოველთვის მაგრამ ახლა შენ კიდე დარწმუნებული ვარ კიდე რაღაც განსხვავებული კუთხითაც იმუშავებდი აქ და უფრო დაუსური სიზმართხილით და ასე შემდეგ. ანუ როგორ უყურებს საერთოდ სიზმარს რა? ანუ რა არის სიზმარი შენ აღქმაში? ნუ მარტო ალბათ ერთ წინადადებაში ესე ვერ ხო, არის იყოს როგორც ისე სიზმრებს ანუ მრავალნაირი ვერსია აქვს თვითონ სიზმარს აქვს არსებობის უფლება, რო არის ხანდახან ჩვენი ფსიქიკის რაღაც ნაპერწკალი, რაღაც ჩარჩენილი ნაპერწკალი, არის მომავლიდან მომავალი რაღაცაც ხო იმ ტალღებთან ვარ ჩვენ დაუნებურად მომავლის ტალღებთანაც არის ეს ნათელმხილველობა ეს შემთხვევითი ხო არ არის. თუნდაც აი თქვათ ახლა მამაზე გამახსენდა ფარფლები ჩამოდის ნოემბერში ხო? ხო და ეს ბავშვობიდან ჩემი ბენდია, ასე ვთქვათ, მაგის ვინილის დისკები მაქვს ჩვეულებრივად და პირველად რო ჩამოვიდა 10 წლის წინ სიზმარში ვნახე, ისე რომ მაგაზე არ ვფიქრობდი, რა ვიცოდი თბილისში თუ აპირებდნენ ჩამოსვლას, ხო? ან მაშინ ჯერ ჩანასახშიც არ იყო ეგ ამბავი და სიზმარში ვნახე, რომ იან პეისი ფარფლების დასარტყამი ინსტრუმენტალისტი, ასე ვთქვათ, ჩემს უბანში მოვიდა თბილისში პირდაპირ ეს ხელი ჩამოვართვით გადავკოცნე სახში შევიპატიჟე დისკები ვაჩვენე დავათვალიერებინე მეთქია თქვენი ფანი ვარ ბავშვობიდან რაღაცა და ხო და მე გავიხედე რომ აფიშაა გამოკრული რომ აი ფარფლები ჩამოდის და რომ იტყვიან ხოლმე ეს სკეპტიკოსები რომ ესო სიზმარი და მომავალი ერთმანეთთან არანაირ კავშირში არ არის ხო როგორ შეიძლებოდა ეხა მე რა ვიცოდი ხო ანუ ესეთები მილიონი და მილიარდი სიზმარი მაქვს გაშიფრული სხვების მონაყოლიც 10 წელი
დაახლოებით სასიზმრეთი ჯგუფი მქონდა შექმნილი და ამ ადამიანების სიზმრებს ვიწერდი. თან ვიწერდი და თან ხსნიდი იქვე უმეტესობას ახლა იმის ფარგლებში დროის ამბავია ეგეც რამდენს მოასწრებ. ასევე მქონდა ცალკე ქალთა სექსუალური სიზმრების ცალკე ჯგუფი იყო კიდე იქაც ისეთ რაღაცებს იჭერი იმით რაც აი ფიზიკასთან ხშირად არ აქვს შეხება და გონია რომ ეს რაღაც აი აბსტრაქტულია და იქიდან რო ეუბნები ეს ამას ნიშნავს და აქ შენთან აბა ნახე შენი მეზობლის მილი იქნება წყლის მილი გახეთკილი ანუ ნახულობს ადამიან კონკრეტულ ორგანოს რომელსაც რაღაც პრობლემა აქვს და შენ იმას უკავშირებ და იმას უკავშირებ და უთქვია რომ შენ საიდან იცი აი გახეთკილიაო იქო დღესაც ხელოსნები ხავს ანუ ესეთი რაღაცები ანუ ძალიან მისტიური რამეა რა ეს ოკეი და დაჟე იყო რომ პოლიტიკასაც ვეხებოდი ხოლმე აი სადღაც ანუ თვითფრინავი ჩამოვარდებოდა რაღაც წინასწარ ბევრჯერ ყოფილა რომ ის ქვეყანა და ისინი ჩანს ხოლმე ესე და ბილ კლინტონი მოდიოდა ხოლმე სიზმრებში ახლა რო სიზმარია რა ვქნა მოდიოდა ხოლმე ჩემთან უბანში და იქ ამერიკაში რა უნდა მომხდარიყო როგორ უნდა მომხდარიყო იმას მეუბნებოდა და მართლა 1-2 კვირის მერე ის ესეც ხდებოდა მაგრამ ეს იმ წლებში ძალიან ვიყავი ამაშიც ჩართული რა ესეთ თემებში და მე უკვე ეს პრაგმატულად ეს ჯანმრთელობაში და აი ამ თემებში გადმოვიტანე იმიტომ რომ სულ მუდმივად მაგ თემაში არ მინდოდა რომ ეს დამეტოვა ჩემი პოტენციალი კოსმიური ის არის რა ინტერნეტი კოსმიური აი ზუსტად მართლა მომავლიდანაც აწყოდანაც იქ რაღაც მოუგვარებელი აი კიდე ერთ ვიტყვი ესეც ძალიან ის არის რომ მაგალითად რაღაცას გასწავლის როგორ მოახერხო რაღაცა თუნდაც ტექნიკური ხარვეზის შევსება რაღაცის გაკეთება რომ იყო ესეთი დრო რომ ჩემი კატა იყო ასაცრელი ხო და 12 დღეში ერთხელ უნდა ამეცრა და ისე იყო რომ ჩემი მშობლები შეჭირათ ხოლმე კატა და მე ვცრიდი ხო და ერთხელ ისე იყო რომ მე 12 დღეს სახში არ იყვნენ ესენი ხო და 1-2 დღით ადრე უკვე დავისტრესე რა რომ მეთქი ეს ახლა როგორ ავცრა კაცო ახლა სახე გიჟი კატა იყო თან ძალიან. ხო და სიზმარში ვნახე ესე რომ ესე იღლიაში მქონდა ამოჭრილი ეს კატა იმისი თავი ჩემს იღლიაში ესე რომ იქ ვეღარსად ვეღარ მიკვენ და კურტკა მეწო რაღაც და ესე ავწერი. ხო და მე მივხვდი რომ ეს როგორ უნდა მომეხერხებინა. ანუ აი სიზმარი იმდენ რაღაცა გამოსავალი იგივე ეს მენდელევმა რო ნახა ეხლა ეგეც რა. ხო და არაერთი ფაქტია. არაერთი ფაქტია. და ძალიან მიყვარს ეგ თემაც რა ეს. კი. ხო. აი მაგაზეც ვილაპარაკეთ ჩაწერამდე, მაგრამ აქაც კითხავ. კი ბატონო. იმიტომ რომ ხშირია რა, ეხლა ეს ეგეთ რაღაცები ვინც შემოდის სულიერ ამ თემებში და მიღმიერში და რაღაცაებში, რომ არის მინუს და პლუს ძალა რა, ნათელი, ბნელი და რაღაც ესეთ. კი, ეხლა დაუსული მთელი თემები ამ ბალანსზეა და სამყაროსთან ჰარმონიაში ყოფნაზეა და სამყაროსთან ჰარმონიაში რო ხარ, ეს ეგეთ გადავარნილი არ ხარ არც რაღაც დემონებში და რაღაცაებში, მაგრამ მაინც აი შენ როგორ უყურებ აი ამ ნეგატიურ ძალებს, ესე ვთქვათ რა, თავდასხმებს, ნეგატიურ ძალებს და რაღაცაებს და შენ თუ ქონია რაღაც ეგეთი ისინი რა ჭიდილი ან ეხა თუ გაგ ვაი მაგაზე მადლიერი ვარ სამყაროსი რომ დიდად ესეთი რაღაცებში არ ჩაუთრევი ვარ ესე ნუ მანდაც ნუ ერთი პრაქტიკაც მქონდა ესეთი თუ გახსოვს ეს ხო სულ ინი და იანი არის აქ და აი ზემოთ კვაზარები და შავი ხვრელი ხო არის ანუ ეს ხო კვაზარი ტრიალებს ამოწურავს თავის თავს ანუ ამოწურავს უკვე განვითარებას ეს შავი ხვრელი იწოვს მე შავი ხვრელი ტრიალებს ის მე ამოწურავს თავის თავს ახალ კვაზარს შობს და ეს მუდმივი ტრანსფორმაციაა რა ჩვენს ირგვლივ მთელი სამყარო მაგაზია აწყობილი და ის აი ვთქვათ იმ აქტიურობის პერიოდში ამ შავი ხვრელის აქტიურობის პერიოდში ისენი არის გააქტიურებული ხო მერე ის მაგრამ ეს მუდმივი ბალანსია მანდაც რა ესე ერთი წამოვა მერე მეორე და ხა ადამიანებს რომლებსაც აქვთ რაღაც ვთქვათ ის ენერგეტიკული ხვრელები ან ფსიქიკაში ჩარჩენილი ის რაღაც ძველი არასწორი ან ნეგატიური ზემოქმედებები ხო იმაში მე ეს უკვე ენერგოინფორმაციული პარაზიტის სახით ის უკვე იქ ცოცხლობს ესეთი რაღაცა და ადამიანის ფსიქიკაზეც გავლენას ახდენს რა თქმა უნდა და მე ეს მთელი ქსელია უკვე ხო კონკრეტული ეგრეგორები არის იქ ერთი ეგრეგორი რო გაძლიერდება მე უკვე ეს უხილავად ვრცელდება ირგვლივ სხვებზეც მე ის ადამიანები ამისი მატარებლები არიან მუდმივად და ეს მე მასე უკავშირებ რომ ზედმეტად ვთქვათ ეს ეგრეგორი ყოველთვის ეგრეგორის პარაზიტი ყოველთვის ცდილობს რომ ჩართოს გაცილებით მეტი ადამიანი და იმათ ან ხილვების სახით ან ცხოვრებაში რაღაც დისკომფორტის სახით რაღაც პრობლემის სახით
მასში აღწევს იმ ენერგეტიკული ხვრელებიდან თუნდაც და ამ ენერგეტიკული ხვრელების ამოვსება არის საჭირო რომ ესეთი ხშირად აღარ მოუვიდეს ადამიანს და ეგ სურათზე ჩანს ხოლმე ხშირად იმ ადგილებიდან გამოგვაქვს ვავსებთ ანუ ადამიანი მუდმივ ტრანსფორმაციაში უნდა იყოს რომ დედამიწა რო ტრიალებს ირგვლივ ხო ამ ჩვენ მზის სისტემაში ხო რო გაჩერდეს მე ყველაფერი გაჩერდება ხო ანუ ამ ტრიალში ენერგიაც სუფთავდება თანდათან და ადამიანს მუდმივ განვითარებაში უნდა იყოს და აი ეს დაოსებს აქვს კაი გამოთქმა ესეც მანტაკჩიასგან ხა ზუსტად აღარ მახსოვს მაგრამ ესეთ ის არის რომ ივარჯიშეთ ამ პრაქტიკებითო და შეატყობთო რომ აღარ გახსოვთ ისინი რა ქვია ავადმყოფობის სახელები მე კიდე გააგრძელეთ შეატყობთ რომ აღარ გახსოვთ იმ მასწავლებლის სახელი თუ მექიმის სახელი კიდე გააგრძელე და საერთოდ ტელეფონებიც გავიწყდება ყველაფერი და მიდიხარ სინათლისკენ საინტერესო მე ესეთი იმას უფრო ვამბობ რომ აი ადამიანი თუ ვითარდება მუდმივად ვითარდება და ამ რეჟიმში ამ კოსმიურ ჰარმონიას ეზიარება ეს შავი ხვრელები და შავი ძალებიც თანდათან წესითა და რიგით უნდა ამოიწოს გაქრება და არ ვიცი ეხლა გააჩნია რა ადამიანსაც გააჩნია ძალიან ფარველობასაც გააჩნია რომ აი ამდენია ავადმყოფობის და ამდენი რაღაცა კი აი მაგიტომ გეკითხები ადრეც თუ გახსოვს იმის დროს რა ქვია იმას კორონას პერიოდში ხო მთელი ქალაქი ჩემთან დადიოდა ის 3-4 წელიწადი შეუწყვეტლად ყოველ კვირაში ერთხელ ვატარებდი ამდენ კორონიანთან და იმასთან ქონდა შეხება და არასოდეს მე არაფერი არ ავიკიდებია არც ხვებსაც თუ რაღაც კონტაქტი ხონდათ ერთმანეთთან არ აუკიდებიათ ანუ ამ იმუნიტეტის ამწევი პრაქტიკა არის იქიდან და ბოლოში თუ გახსოვს შენ რო უკვე რო ვამთავრებდით ყველა სათითაოდ კიდე თითო ოროლა წუთიან იმას უტარებდი ბიოენერგო კორექციას პერსონალურად ხო ეხლა რაც არ შენთანაც არ მალავდა ისედაც იგრეა რომ ანუ გარკვეული ნათელხილური ისინი გაგეხსნა ამ პრაქტიკებით რა ეგ უშუალოდ თაიძიცვანის აი რამდენი ხანი წავიდა დრო რამდენი ხანში აი რო ეს უკვე ნათელხილური ექსტრასენსორული აქმა რო ჩამოგიყალიბდა და მაგ დრო კიდე არის ხოლმე რომ აი ეს სპონტანური გახსნები აქვს ხოლმე მაგის და ცოტა ქაოტური რა აი ნათელხილ რაღაც იზმრები იწყებათ რომელიც ვეღარ აკონტროლებენ უკონტროლო ნათელხილვა და რაღაცები ამას შენაერიდე თუ როგორ არ ვიცი ეგ მეც ხა ეტყობა ამდენი ქალწულში რომ აქ ეს ამდენი პლანეტები ეტყობა მეტად დალაგებულად გადმომეც ამდენი ქაოტური და ესეთი ძალიან აბსტრაქტული თეორიების და პრაქტიკების გადამკიდე მაინც თვითონ სტაბილური რა თუ არა ესეთი რაღაცა არ მომსვლია ესე რომ თქვა ხო კარგად ამიწებ რა რაღაც ამიწება შეგიძლია მაგრამ იმიტომ რომ აი ხა წარმოიდგინე ვამბობდი იქ პროგრამებს ვაძლევდი ხოლმე ხალხს რა ვისაც თქვა ესეთი სიზმრების თემა აინტერესებდათ რომ დაწერეთ წინასწარ სურათში მოინიშნეთ რომ აი თქვა ამა და ამ ეს წელია მაგალითად 2025 და რომ 30-დან რაღაც 31 მარტამდე სიზმარში ესა და ეს ვნახე, ესა და ეს გამოვიდა, ესა და ესა. ხო და ეგ სიზმარშიც იქ თავისებურად უკვე იმის ინერციით იმას განახებს მე. ანუ ფსიქოლოგიურად უკვე შემზადებული ხარ და ეს წესით სხვაგან აღარსად აღარ ცუდ ადგილას აღარ გაგიშვებს რა. იქ წინასწარ უკვე ეს მოზომილი გაქვს რაღაც ტერიტორია და სივრცე შენი განვითარების დიაპაზონში და ის სხვაგან არ წაგიღებს, ესე არ ჩაგაგდებს. უფრო ცოტა ეგოისტურივიც ჩანს რაღაცნაირად აი იმ კუთხით რომ აი შენ როგორც გინდა ეს ყველაფერი ესე გინდა რომ მოაწყო მაგრამ ნუ შეიძლება სამყარო ამას გვავალდებულებს ხო ჩვენ ხა მე ეს მომეცა რომ ესეთი კუთხით შეიძლება ვიღაცას ეს სპონტანური რაღაცნაირი ბევრ ხელოვანს უთქვია სხვათა შორის ესე რომ მე ხა სიზმარი რომ დავაპროგრამო ხა რაღაც შედევრებს ვქლიო და ის გავაკეთო და კაცო შენ მიეცი სამყაროს ეს იმპულსი ეს შენგან გააგზავნე ეს კითხვა და ან ესეთი მოთხოვნა და როგორიც შენს დიაპაზონშია ისეთი მოგეცემა მაგრამ ცოტა თავიდან რაღაც ესეთი ის აქვს ხოლმე მაგ ხელოვნებასთან მესმის ხო მოდი გადავიდეთ ახლა ასტროლოგიურ თემებზეც იმიტომ რომ ეს ძალიან საინტერესო არის იმიტომ რომ ეგეც საოცრება არის რა ყველას რო ეშინია ხოლმე რეტრო მერკურის ხო აი ფარის და მზის დაბნელების მით უმეტეს ახლა კორიდორში ვიმყოფებით მაგის და ანუ რა ვიცი შენ მაგის არ გეშინია არა იმიტომ მე ხო თვითონ როგორ უყურებ აი ამ თულ ასტროლოგიურ კონფიგურაციას აი მაგ კუთხით მე ესე უძბად ჩამოვაყალიბებ რა როგორც თქვა ეს ამ დაოძველ მანდაკჩიასგან ვიცი ესენიც რა ხა გარეთ ყველგან ამას არავინ არ ასწავლის ხო ესე არ ყრია ესეთი ინფორმაციები ხო და მან როგორ არის საქმე რომ
მაგალითად პირველადი აფეთქება იყო, სადაც ეს ყველანი ქვიყავით, ასე ვთქვათ, გამოვიდა იქ რაღაც სტიქიებად, 5 სტიქიად დაიყო ელემენტებად, მე იქიდან თანავარსკვლავედები, აქ დედამიწა, ჩვენ ადამიანები და ესე ყველაფერი დაყოფილია სხვადასხვა ადგილას დარჩა, ხო, ეს კოსმოსში. ხო და იმ პირველ საწყის რო დაუბრუნდეთ, ეს ყველა ელემენტი უნდა შევკრიბოთ ჩვენში, ეს თანავარსკვლავედების, ამ პლანეტების და იქ იმ ფილტრში რო გაივლის, პირველ საწყისთან უბრუნდები მასე. ხო და ამიტომ ამის ყველაფრის რაღაც დასაორგანიზებლად იქიდან კარგი სუფთა ენერგიის შესაქმნელად არსებობს ეს ძველი დაოსური პრაქტიკები, ეს პლანეტარული ენერგიის შეერთებები, იმისი ვთქვათ, ყველა პლანეტას სტიქიის მიხედვით თავისი ორგანო აქვს ჩვენს სხეულზე, რა თქმა უნდა, ვარსკვლავები და თანავარსკვლავედები ეგენი კიდე ცალკეა, მაგრამ ჩვენთვის ეგ პლანეტები, აი მზის სისტემაში რაც არის, აი ძირითადად ჩვენზე რაც ძირითად გავლენას ახდენს. გვაქვს ორგანოებთან კავშირი და ამათთან ვამუშავებთ კონკრეტული ადგილებიდან, ყველა პლანეტა თავისი ადგილიდან შემოდის და იმათ მე ვაერთიანებთ ერთიან ქსელში, ასე ვთქვათ და ამიტომ არის რომ ამ თვარის დაბნელების დროს თუნდაც და სხვადასხვა რეტრომერკურის დროს თუნდაც ეს კონკრეტული პლანეტარული პრაქტიკები აყალიბებს ისეთ ენერგიას, რომელსაც უკვე აქ დისკომფორტი კი აღარ ექნება, უკვე ჩვეულებრივად დამუშავებული გაქვს და იქ პირიქით ხალხს ვეუბნები კიდევაც ხოლმე, რომ აი თვარის დაბნელების დროს ძველი დაოსები ძალიან მაგრად იყენებდნენ იმ პერიოდში, რომ იქ ძალიან კოსმოსში უზღვავი რაოდენობის ენერგია არის დარჩენილი, უმართავი და გაცილებით დიდი ენერგიის მიღება, ტრანსფორმირება და მერე იმისი მოხმარება არის შესაძლებელი და თუ რაღაც დიდი ხნის გადაუწყვეტელი პრობლემა არის მეთქი, ან რაღაც ისეთი რამეა, რაც დიდი ხანია გინდა რომ კარგად შეასრულო და არ გამოდის. აი ამ დროს გაცილებით კომფორტულად ხდება, კონკრეტული მეთოდებია, იქ კონკრეტული პრაქტიკების სახით მზისა და ენერგიის ერთობლივად შეერთება, დარეგულირება დაბალანსების მერე და ეს მსუბუქი ჰარმონიული ენერგია ყალიბდება უკვე ამით და ის ადამიანები ძალიან ნასიამოვნები არიან ხოლმე ესეთი იმის მერე და უკვე ატყობენ რომ მანამდე თუნდაც ის რეტრო მერკური სად ურტყავდა და ეხლა როგორ სხვანაირად უკვე აწყობილი შენ აი ესეთ ეხა კორიდორს რო გავდივართ, ან თვარის დაბნელება რო იყო და წინ ეხა მზის დაბნელება რო გველის და ასე შემდეგ, ანუ მაგ დროს რას გზნობ ხოლმე რამე დაძაბულობებს და რაღაცა. ეგეც მაგაზეც კაი კითხვა, ეგეც ხშირად მახსენდება ხოლმე. როდესაც პირველად დავიწყე ეს, ვთქვათ, ენერგეტიკული პრაქტიკები, სადაც კი რამე გაჩხაკუნდებოდა კოსმოსში, ეგრევე ძალიან შედარებით მგზნობიარე აღქმა მქონდა. ეხლა ამ ენერგიის დაბალანსების მერე, ხო? და საერთოდ აღარ აღვიქვავ ესე და აღარ ვაქცევ ყურადღებას, თუმცა ვითვალისწინებ, რომ ეს ძალიან დიდი ენერგიის არეალი არის. შენ უყურებ ეგრე ესე? ესეთი კუთხით უყურებ ამას, რომ იმ პერიოდში გაცილებით ადვილად შეგიძლია გადაიტანო ეს ენერგიაში და გადაამუშავო და კარგი სწორი კუთხით გამოიყენო. თვითონ მანდაქჩიასაც ესე აქვს ნათქვამი, რომ თავის დროზე რომ ანუ არც ჩინეთშიც არ იციანო ეს ვინ შემოიტანაო ეს ვარსკვლავური პრაქტიკები და ესეთი რაღაცები, ესეც იქ უხსოვარი დროიდან იყო სადღაც არამიწიერი ცოდნა აშკარად რა და ამიტომ არის ხოლმე რომ მეუბნებიან რომ თქვა შენ გინდა თუ არა მაინც და მაინც ამ ჩინეთში იყავი თუ არა და იქ ვიღაცა კონკრეტულად გასწავლა თუ არა ვინ უნდა გასწავლოს ეხლა აი თუნდაც ის ფოტოთერაპია რაც მე არა ეს ამას ვერავინ სხვაგან ვერ ჯერშევა არც გაგანდო არც გითხრას ხო რატო უნდა გითხრას საიდუმლო ცოდნა და შენ გახსენით შენ სადღაც ძველ იმებში აქვს კი სკიურებში შედახული და თითო კაცმა იცის ხო ან მე რო ლაპარაკობ ხოლმე რომ აი საქართველოს ესეთი ქვეყანა ძალიან ისეთ პრაქტიკოსებს შეიძლება წააწყდე რაღაც ტრადიციებში რა როგორც რომ აი რა ვიცი ხა მაინდა-მაინც უბრალოდ ხალხს უნდა რომ სადღაც ინდოეთში სადღაც თის წვერზე იჯდეს რა და აქ რო ეხა ჩვეულებრივი ადამიანს ხედავს თავისნაირს ის გონია რომ რა სხვაგან უნდა ეძებოს და ეს რაღაც ცოტა ის შოვინიზმია და საქართველოს ეგრე არ არის საქართველოს არის მართლა ეზოთერული ქვეყანა და ძალიან დიდი სულიერი პოტენციალი აქვს და აი ზუსტად ეგ მაგაზე ვიტყვი ზუსტად რომ ჩვენი გეოგრაფია და აქაური ტალღები გვაქვს. ეს ტალღები განსხვავებულია სხვა თუნდაც რუსეთისგან, ამერიკისგან, ხო? ხო და ჩვენი ვალდებულება გვაქვს, რომ ამ ტალღების სწორი მოხმარება და გამოყენება ვისწავლოთ რა. ანუ ჩვენი წინაპრები ახერხებდნენ ყველანაირი ცოდნა ქონდათ ოკულტურის, ვარსკვლავური, ყველანაირი, ხო? ხო და
ჩვენ ვალდებულებიც ვართ რომ ჩვენი შევქმნათ აქაური დავამუშაოთ და ავამუშაოთ გასაგებია გარედანაც უნდა გამოვიყენოთ ის იმათ ყველა სიცოდნა რა თქმა უნდა გამოვიყენოთ მაგრამ ჩვენი ისა გვაქვს რა სამყაროს ეხლა ხო არის რომ აი მშობელი რომ ბავშვს სადღაც სექციაში შეუშვებს ამ ფეხბურთზე ან ცეკვაზე და რო უხარია რომ თავისი კარგად თამაშობს და ჩვენ ზემოდან რომ შემოგვიშვეს ამ სისტემაში ჩვენ თუ არ დავამუშავეთ და ჩვენი არ შევქმენით კიდე საკუთარი რაღაცები მე იმიტომ მომწონს ეს ჩემს თემაში რა ხა კი არ ვტრაბახობ ამით მაგრამ ეს მომწონს რომ მე შევქმენი და ყველას მაგას ვეუბნები აი ესეთი რაღაცების გათვალისწინებით საკუთარი პოტენციალი შემოქმედებითი უნარები ჩართე და ჩვენ სამყარო ჩვენგან ამას მოითხოვს რომ ცოტა მეტად განვითარებულები ვიყოთ და იქ თქვა ჩინელები მიხედავენ თავიანთ თავს ინდოელებიც და ჩვენც რაღაცა ჩვენები სიტყვა თქვა თქო რა მაგას ვიძახ ხო კი კარგი წავიდეთ ბოლოსკენ ამ გადაცემას რომ ვიწყებდით ესე იგი რაღაც აგვერია დროები რა დღეს არ ვიცოდი რომ შენ მოხვიდოდი და თან რაღაც ამუშავები მაქვს საკმაოდ ბევრი რა და მაგდროს ვთილობ ხოლმე რომ პოდკასტი არ ჩავწერო რა მაგრამ მე რო გავიგე რომ შენ იყავი მივხვდი რომ ენერგია ისეთ წავიდო და რბილად რომ ანუ ის რაღაც არ ისინი არ მექნებოდა რა და ზუსტად ეგრეც მოხდა რა და ჩანს რომ ეს რა ვიცი ეს ენერგეტიკებს რომ ამუშავებ და ეგ რომ არის ადამიანი უფრო დასტრესილია და იმასთან უფრო ენერგეტიკური ხახუნი ხდება და შენთან ეს არ იყო და სასიამოვნო იყო შენთან საუბარი. მადლობა და ჩვენ სივრცეში აუცილებლად ვითანამშრომლებთ სხვადასხვა თემებს. მადლობა რომ გვისმენდით. დიდი მადლობა მეც მოწვევისთვის. მადლობა.